დედანო, ძმანო და დანო, ყველას მოგესალმებით. გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. იოაკიმეს და ანას ხსენებას. დღეს 300 არაგველის ხსენება აქ წანისის ომში მოწყვეტილთა სასულიერო საეროდასის ხსენება და დღევანდელი დღის მადლი შეგვეწიოს დალოცოს ჩვენი შეხვედრა. მე ვფიქრობ დავიწყოთ ჩვენი შეხვედრა ლოცვით და ვთქვათ მეუფეოზე ცათაო. მეუფეოზე ცათაო ნუგეშინის სემელოსულო ჭეშმარიტებისა, რომელიც ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლთა შენ და საუნჯეო კეთილთა მომნიჭებელო ცხოვრებისა მოვედა და აემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ყვენ ჩვენ ყოვლისაგან ვიცისა და აცხოვრენ სახიეროთ სულნი ჩვენ. წმინდაო ღმერთო, წმინდაო ლიერო, წმინდაო დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა და მარალის და უყვენთი უყური სამდე. ამინ. Alleluia, alleluia, დიდება შენ და ღმერთო, alleluia, alleluia, დიდება შენ და alleluia, alleluia, დიდება შენ და ღმერთო, ჩვენ დიდებს მაღალ ყოველსაუბრს მეუფეო გვაკურთხ. ლოცვითა, წმინდათა, მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ. თხოვ დაბრძანოთ. როგორც ჩვენ წინასწარ უკვე გქონდა ამ თემაზე წინასწარი ინფორმაცია მოგაწოდეთ, დღევანდელი შეხვედრა არის პროგრამა კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ეწოდება ქართული თვითმყოფადობა. ეს პროგრამა ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს და ამას ჩვენ ვიზეიმებთ 2026 წელს. 2 წელიწად ნახევარზე ნაკლები დაგვრჩა, ფაქტიურად დაგვირგვინებამდე და მიზანი ამ პროგრამისა ის არის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა ხალხმა გაიხსენოს თავისი ისტორია, რადგანაც მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვიარეთ ისეთი პერიოდები, როდესაც შეზღუდული იყო ქართულ ენაზე ლაპარაკი, ეს მე-19 საუკუნეში იყო, მე-20 საუკუნეში საერთოდ ქრისტიანობა იყო სრულიად, ასე ვთქვათ, განადგურების პირას მიყვანილი. ისტორია ისწავლებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, მე ბევრი რამ არ იყო სრულყოფილად წარმოჩენილი, ბევრი რამ დამახინჯებული იყო და აი ჩვენ ცხოვრობთ უკვე 33 წელია დამოუკიდებლობა აღდგენილ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც არის სწორედ აპოსტასია, ანუ რაც ნაწინასწარმეტყველები იყო მაცხოვრის მიერ, მოციქულების მიერ 2000 წლის წინ, რომ დაიწყებოდა ასეთი მძიმე სულიერი მდგომარეობა, ანუ განდგომილება, რაც სულ უფრო და უფრო ასეთ ფორმებს ღებულობს და ვიცით, რომ ბოლოს ეს ფორმები ძალიან დევნაში გადავა. ჯერ კიდევ არ არის ეს დევნა ისეთი ხელშესახები, თუმცა საკმაოდ ესეთი, აი თუნდაც ის, რომ მთელ სოფლიოში ქრისტიანულ სამყაროზეა ლაპარაკი, ეს ძალიან ვიღაც შეუძლია მოურიდებლად, ხშირად ასე ვთქვათ, გააქილიკოს სარწმუნოების საკითხები, სასულიერო პირების ასე ვთქვათ, შეფასება, ასე მისცეს თავის თავისუფლება. ჩვენ ქვეყანაშიც დაიწყო ეს პროცესი სამწუხაროდ და მე მახსოვს, რომ ერთი 30 წლის წინ, ვთქვათ, ვიღაცები იყვნენ, ვინც ამას ბედავდნენ, მაგრამ ეს იყო ერთეულები და ეხლა ეს რაღაც თითქოს მოდაშიც არის, რომ აი რაც უფრო თითქოს აი ამ ფეხს აუწყობ
ამათ წუთის სოფლის სულს მით უფრო თამამად უნდა ესე ვთქვათ შენ შეეხო ამ საკრალურ თემებს, სიწმინდეებს, სამშობლოს თემას, ეს ყველაფერი რაღაც აი ასეთ დროში ვცხოვრობთ, რომ აპოკალიფსის ჟამია და ეს გასაგებია. ამიტომ ჩვენ ბუნებრივია ჩვენ ქვეყანას ჭირდება ძალიან დიდი კონსოლიდაცია ამ ღირებულებების გარშემო. და ეს ღირებულებები ორი ასე ვთქვათ საფეხურით მიიღწევა ამ ღირებულებებთან გარშემო კონსოლიდაცია. ერთი სწორი გააზრება, სწორი გაცნობიერება იმისა თუ რა იყო ჩვენი ისტორია, ჩვენი ქრისტიანული კულტურა, ერის კულტურა, რომელიც მთლიანად ქრისტიანული იყო, როგორ ჩამოყალიბდა ეს რა ღირებულებებს, რა სიმაღლეებს მიაღწია და მეორე, რომ შეძლების და გვარად აღვადგინოთ ის ცხოვრების წესი, რომელიც ამ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული, რაც ადვილი არ არის. ადვილი არ არის, იმიტომ რომ არის უამრავი ამის შემაფერხებელი, განსაკუთრებით შემაფერხებელია ის, რომ არსებობს ტექნოლოგიები, რომელსაც ვერავითარი, ასე ვთქვათ, ძალა წინ ვერ დაუდგება და ამას ამ ინფორმაციას ამ სამწუხაროდ ჩვენთვის სრულიად უცხო, ხშირად სრულიად მიუღებელ და საზიანო ინფორმაციას ღებულობს ჩვენი ახალგაზრდობა და ძალიან ძნელია მათ გაარჩიონ კეთილი და ბოროტი და მიიღონ აი ეს ამიტომ ძალიან დიდი ძალისხმევა გმართებს ერთის ხრივ მუდმივად ეკლესია ქადაგებს სასაკვირველია სამღვდელოება აქვე ბრძანდებით მაგრამ რაღაცა ჩვენ უნდა გავიდეთ ტაძრის გარეთ აი ვეძებოთ ფორმები ტაძრის გარეთ გასვლის ეს სასაკვირველი არის ჟურნალი გაზეთი ტელევიზია რასაც იყენებს საპატრიარქო მაგრამ ეთყობა მეტია კიდე საჭირო ამას წინათ საპატრიარქოს უწყებაში დაიბეჭდა გამოკვლევა რა ხდება ეგრეთ წოდებული რასელისტების ასე თქვათ მოძრაობაში და იქ საოცარი რაღაც ამოვიკითხე რომ ესე იგი ერთი პერიოდი ეს მიმდინარეობა ეს სექტა ძალიან აქტიურად დადიოდა ოჯახებში გახსოვს ეს წლები და ხალხიც ამის გამო იყო უკმაყოფილო მაგრამ ეს ფაქტია და ამას რაღაც თავისი უარყოფით შედეგებიც ჰქონდა ამის შემდეგ მათ ესე ვთქვათ ოფიციალურად მიიღეს ახალი ნუ ეს რო იგზნეს ეს რაღაც უკუ რეაქცია მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება რომ ქუჩებში დამდგარიყვნენ და აკეთებდნენ ამას დღემდეც აკეთებენ ამას ქუჩებში დგებიან და იქ რაღაცნაირად ცდილობენ რომ იქ ადამიანები ვთქვათ გადაიბირონ და ეხლა აი სულ ბოლო მათი ასე ვთქვათ შეხვედრები და შეკრებები რომ არის ისევ მიიღეს თურმე გადაწყვეტილება რომ ეს ქუჩაში დგომა არ არის ეფექტური და ისევ სახლებში უნდა მივიდეთ ამიტომ საოცარია პატრიარქის აი სიბრძნე ესე იგი 2019 არა 20 წელი იყო როდესაც მან დაგვავალა რომ ჩვენ გაგვეკეთებინა ტიპიკონი სახლების ერთობლივი კურთხევის ტიპიკონი სადაც ესე იგი ეტაპობრივად ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამღვდელოება ჩაატარებდა სახლების ოჯახების ბინების კურთხევას მაგრამ ეს იქნებოდა არაუბრალოდ ერთჯერადი კურთხევა ამით კი არ დამთავრდებოდა ამით დაიწყებოდა რა ესე იგი პატრიარქს სურს რომ ამ კურთხევამდე რამოდენიმე დღით ადრე მოძღვრის მიერ შერჩეული მრევლის ორი წევრი შევიდეს ოჯახში აუხსნას სახლის კურთხევის მნიშვნელობა მოამზადოს ამ კურთხევისთვის მაგრამ ამავე დროს გაეცნოს ოჯახს რა ვითარება ვინ არის მოუნათლავი ვინ არის ჯვარდაუწერელი ვის ჭირდება ზიარება და გარდა ამისა ნუ სოციალური პრობლემებიც არის ვთქვათ ადამიანი
მარტო ხელა, არის მრავალშვილიანი ოჯახი, არის დევნილი, თქვათ, არის შეზღუდული შესაძლებლობების პირი და აი ამ ინფორმაციის საფუძველზე შემდგომ გააგრძელოს ურთიერთობა ოჯახთან. იგულისხმება არაეკლესიური ოჯახები, რასაკვირველია, იმიტომ რომ ახლა ეკლესიური ოჯახს იცნობს სამღვდელოება და მათთვის ლოცულობს და გვერდში უდგას. და აი ეს წარმოიდგინეთ თქვენ ესე ეტაპობრივად ვთქვათ, 2 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ ასეთი ჩატარება, ეს ნიშნავს, რომ ის სექტანტი რომ მიდის, ეს ადამიანი უკვე გზნობს, რომ მას ყავს პატრონი, რომ მას პატრონობს ეკლესია, ღმერთის მფარველობა აქვს და ასე ადვილად არ წამოეგება აი ამ უცხო სწავლებაზე და ასე მწვალებლობაში ასე ადვილად არ ჩავარდება. და ეს ერთი და მეორეც იგზნობს, რომ აი მას ყავს პატრონი ეკლესიის სახით, ზრუნველი და უფრო გაუადვილდება ეკლესიის წიაღში დაბრუნება. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეკლესიური ცხოვრება ითხოვს ადამიანისგან უპირველე რიგში სარწმუნოებას, რომელიც ასე ადვილად არ მოდის. ის რომ ჩვენ ეკლესიის წევრები ვართ და ვართ ეკლესიაში, რასაკვირველია ჩვენი სურვილი იყო ეს, ჩვენ ვეძიებდით ამას, მაგრამ დიდი წყალობაა ჩვენს. ჩვენ ღმერთმა ეს წყალობა, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს არის დიდი წყალობა ჩვენს. და ამიტომ ჩვენ ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვა, ჩვენ უნდა ეს დავეხმაროთ ადამიანებს, რომ აი დაუბრუნდნენ დედა ეკლესიის წიაღს და აი ეს არის დიდი მისია, ეს არის სწორედ აი ეს კონტაქტი მოსახლეობასთან, თანაგრძნობა, პატრიარქმა თქვა, რომ ზოგჯერ აი თბილის სიტყვითაც შეიძლება ადამიანს ანუგეშო, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ადამიანებს სტრესი ბევრი შეიძლება ქონდეს. შეიძლება ოჯახში არ იყოს, ვთქვათ, სოციალური პრობლემა, მაგრამ სტრესი იქაც შეიძლება იყოს. მით უმეტეს თუ სოციალური პრობლემებია, ეს ვთქვათ, ცხოვრებისეული სტრესები უფრო მოქმედებს. აი ამიტომ ეს თემები არსებობს და ამასთან დაკავშირებით პატრიარქის კურთხევით ფილმის კი შეიქმნა. მე არ ვიცი, შარშან უნდა ყოფილიყო ეს ფილმი, თქვენ გქონდათ საშუალება თუ არა რომ გენახათ, მაგრამ მომავალში შეიძლება რომ ამ ფილმს გამოგიგზავნით, რომ მოხდეს ამ ფილმის ესე იგი თვალსაჩინოებისთვის, თქვა პატრიარქმა, როგორ უნდა ჩავატაროთ ეს სახლების კურთხევის ტიპიკონი. ტექსტიც არსებობს, ტექსტსაც გამოგიგზავნით და ამ ფილმსაც მე ალბათ როცა მოსახერხებელი დრო იქნება ყველასთვის, ამ ფილმსაც ამ დარბაზში შეიძლება ალბათ არა ფილმის ნახვა. ან კიდევ შეიძლება კინოდარბაზი იყოს რომელიმე ესეთი. ნუ ეს არ იქნება პრობლემა. მოკლედ აი ამის თქვა მინდა რომ აი ესეთი დრო არის, ესეთი ჟამია და ერთ-ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მისიონერული თუ შეიძლება ითქვას სახურება გახლავთ ადამიანებთან საუბარი მეცნიერების და კულტურის ენაზე. იმიტომ რომ ჩვენ დავიბადეთ და ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც ინფორმაციას იღებს მეცნიერების და კულტურის გზით. ამიტომ კულტურის ენა, მხატვრული სახე, მხატვრული აზროვნება, მეცნიერების ენა, მცნებების ენა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა რამოდენიმე კვირის წინ იყო თბილისში ლექცია ბატონ ვახტანგ ლიჩელის, არქეოლოგი ცნობილი, გრაკლიანის აღმოჩენები რომ არის, იცით ალბათ სამთავისთან, აი იგი და ბევრი სხვა. იგი მუშაობდა ანდრია პირველწოდებულის ასე ვთქვათ პერიოდთან დაკავშირებით აწყურში. და ქართლის ცხოვრებაში არის ეს თქვენი თემაა, ხო ბატონო გიორგი, ეს იქნებ თქვენ მერე თქვენ მოყვეთ. მე მოკლედ ვიტყვი რომ ქართლის ცხოვრებაში აღსახულია ანდრიას მოგზაურობა და არქეოლოგიურმა ასე ვთქვათ აი ამ გათხრებმა დაადასტურა რომ იქ რაც წერია ზუსტად აჩვენა ამ არქეოლოგიურმა მონაცემებმა. ასე რომ მეცნიერების ენა, კულტურის ენა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ლექციები სწორედ ამას ემსახურება, რომ სამეცნიერო ინფორმაციაც დავამატოთ იმ ცოდნას, რასაც ქრისტიანული სწავლების ცოდნა ქვია. იმიტომ რომ ერთია ქრისტეს მოძღვრება
და მეორეა ქრისტეს მოძღვრების აღსრულების ისტორია ჩვენი ერის მთელი 1000 წლეული. ჩვენ როგორ აღვასრულეთ ეს მცნება, როგორ სად იყო, სად გვიჭირდა, სად პირიქით წარმატება ჰქონდა, როგორ გაუძელით ამას ყველაფერს. ამის გახსენება ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის დიდი საუნჯე და ასევე აი ამ საუნჯით უნდა იქადაგოს. ქართულ ერს შეუძლია სწორედ თავისი ეროვნული საუნჯით, საგანძურით იქადაგოს ქრისტიანობა. ეს არის განხორციელებული ქრისტიანობა. და ჩვენ ვართ აი ესეთი განხორციელებული, ესეთი ძალიან მაღალ ხარისხში აღსრულებული ქრისტიანი ერი ვართ, ქრისტიანობის მქონე ერი ვართ და აი ამის გახსენება სიამაყესაც გვრის და ასევე ესეთი გაბედულებასაც მეც გვაძლევს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი ლექცია, რომ ეს არ არის მხოლოდ მოსმენა დღეს ჩვენ მოსასმენად და კიდევ ერთხელ გასახსენებლად ის რაც ალბათ ადრეც წაგვიკითხავს მოგვისმენია, არა, ეს არის კიდევ შეიარაღება ახალი აი ამ ძალებით, რომ ჩვენს ჯერ მრევლში და მე მრევლთან ერთად, მრევლის დახმარებით, მრევლის მონაწილეობით ჩვენს საზოგადოებაში გავიტანოთ ეს ინფორმაცია. ეს არის მიზანი დღევანდელი შეხვედრის და მადლობას მოგახსენებთ ყველას მობრძანებისათვის, როგორც სასულიერო დასს, ასევე მრევლს და ეხლა კი გადავცემ სიტყვას დღევანდელი ჩვენი ლექციის ავტორს. ეს ბრძანდება, ეს პიროვნება ბატონი გიორგი ჭეიშვილი, ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და მისი თემა გახლავთ პირველი პერიოდი ქრისტიანობის, პირველი საუკუნიდან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების აი ჩათვლით აი ამ პერიოდით და თხოვ ბატონ გიორგის რომ მადლობა მინდა მოვახსენო, რომ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესად დაუნეტარეს მისი ლოცვა-კურთხევითაც ხდება ეს დიდი ღონისძიება, რასაც ქვია ქრისტიანობის 1700 წლის თავის აღნიშვნა ჩვენს ქვეყანაში. მადლობა მინდა მოვახსენო მეუფე დანიელს მისი მუდმივი ძალისხმევისათვის ერთმანეთს დაუახლოვოს რელიგია და მეცნიერება. მადლობა მოვახსენო ეპარქიას დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის და დაქორწინებას საზოგადოებას, რომ გამონახადრო და საერთოდ ჩვენს საუბრებს. ქრისტიანობას გამოცხადებას, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა ქრისტეს სიტყვის გავრცელება საქართველოში და როგორც მოგეხსენებათ, ქრისტიანობის გავრცელება ჩვენში პრაქტიკულად მაცხოვრის ჯვარცმისთანავე იწყება, როდესაც სეფელმა ებრაელებმა ჩვენში შემოაბრძანეს მაცხოვრის კვართი. შემდგომ უკვე მოგეხსენებათ მოციქულებმა, როდესაც წელი ყარეს, ვის რომელი მხარე უნდა მოექცია, რომელი მხარეში უნდა ეკადაგა, საქართველოს წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მაგრამ იმის გამო, რომ უკვე მოახლოებული იყო ღვთისმშობლის მიძინების დრო, ჩვენთან წამოგზავნდა ანდრია მოციქული, რომელმაც თან წამოიღო ღვთისმშობლის ხელთქმელი ხატი. ეხლა საეკლესიის მამათა თხზულებების მიხედვით ცნობილია ანდრია მოციქულის სამი მიმოსვლა და საქართველოსთან დაკავშირებული მისი პირველი და მესამე მოგზაურობა და განსაკუთრებით დაწვრილებით აღწერილია მისი მოგზაურობა საქართველოში, მისი მესამე მოგზაურობის დროს, როდესაც ის აქ შემოგზავნდა მატართა მოციქულთან და სიმონ კანანელთან ერთად. ასევე ისიც არის კარგად ცნობილი, რომ მატართა მოციქული განისვენებს აფსაროში, დღევანდელ გონიოში, ხოლო სიმონ კანანელი გარდაიცვალა და დაიკრძალა ნიკოფსისში, რომელსაც დღეს მართალი ახალათონთან აიგივენ, თუმცა ეს გაიგივა არც თუ მაინც სწორია, იმიტომ რომ ისტორიული ნიკოფსისი მდებარეობდა დღევანდელ პუაფსეს ჩრდილოეთით და სწორედ აქ გადიოდა საქართველოს ისტორიული საზღვრები, სადაც ერთმანეთს საქართველოს ძირითადი კუთხე აფხაზეთი და ჯიქეთი ესაზღვრებოდა ერთი მეორეს. აი წმინდა ანდრია მოციქულის მესამე მოგზაურობაში, სადაც საკმაოდ დაწვრილებით არის აღწერილი გეოგრაფიული გარემო, ნათქვამია, რომ წმინდა ანდრია შემოგზავნდა აჭარაში, დიდ აჭარაში, შემდეგ რკინიჟღვის უღელტეხილით გადმოვიდა სამცხეში, ზადენ გორაზე მან დაანგრია კერპები, შემდეგ უკვე
აწყურში შემოგზავნა. ერთი პერიოდის აწყურის ციხეში ცხოვრობდა და იქ ინახებოდა ღვთისმშობლის ეს ხელთუქმნელი ხატი. შემდეგ უკვე ადგილობრივ თავის ხრის შული ყავდა გარდაცვლილი და წმინდა ანდრიამ გააცოცხლა შვილი. შემდეგ შემუსრა აპოლონის და არტემიდას კერპები, რომელიც აღმართული იყო აწყურში და აწყურიდან გადავიდა კლარჯეთში, იქადაგა და შემდგომ უკვე კლარჯეთიდან გადავიდა ტრაპიზონში, ტრაპიზონი უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობდა. ეხლა იმ პერიოდში, რომელსაც მე თქვენ მოგახსენებთ, ესეთი ქვეყანა, პოლიტიკური ქვეყანა საქართველო არ არსებობდა, იყო ორი პოლიტიკური ერთეული, დასავლეთით კოლხეთის, ანუ ეგრისის სამეფო, აღმოსავლეთით იბერია, ქართლის სამეფო, მაგრამ ასე ვთქვათ, საკითხის სიმარტივისათვის თუ შეიძლება ითქვას, მე ვიხვა ტერმინ საქართველოს, რადგან ეს მაინც ჩვენი ძირები, სწორედ ჩვენი ყოფადებას პოლიტიკიდან მომდინარეობს. შემდგომ უკვე გადის რამდენიმე საუკუნე და მე-4 საუკუნის დასაწყისში ჩვენთან შემოგზავნება წმინდა ნინო და სწორედ მის სამოციქულო სახელთან არის დაკავშირებული ქართლის მოქცევა, მთლიანად მოქცევა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ეხლა ყველაფერი ის რაც წერია ანდრია მოციქულის მიმოსვლაში ან წმინდა ნინოს ცხოვრებაში, ყოველი მორწმუნე ადამიანისათვის ხარი არის უცილობელი ჭეშმარიტება. თუმცა მეცნიერებაში და მათ შორის საისტორიო მეცნიერებაში ყოველთვის ეს საკითხი ასე არ იდგა და მე შევეცდები თქვენ ახლა მოგახსენოთ თუ როგორ ნელ-ნელა ნიშნაბიჯ მეცნიერება იმ ჭეშმარიტების აღიარებამდე, რაც გადმოცემულია ქართულ თუ ბერძნულ საეკლესიო თუ ისტორიო გადმოცემულია ძველ ტრადიციებში. დავიწყებ იმით, რომ გასული საუკუნის დასაწყისში, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მკვლევარმა ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა ნაშრომი ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობის შესახებ და მან ეჭვს დააყენა როგორც ერთი ფაქტი, ისე მეორე ფაქტი, როგორც ისტორიული რეალობა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპაშიც და რუსეთის იმპერიაშიც, რომლის ნაწილი მაშინ საქართველო იყო, მეცნიერებაში, მათ შორის ისტორიულ მეცნიერებაში, ფილოლოგიურ მეცნიერებაში გაბატონებული იყო ეგრეთ წოდებული ჰიპერკრიტიკული მიდგომა წყაროებისადმი, როდესაც მკვლევარები ესეთი რაციონალურად უდგებოდნენ წყაროებს, ყველაფერი რაც მათთვის იყო გაუგებარი, ესეთი ირაციონალურად იყო მიჩნეული, იგივე თქვა სასწაულების სიზმრები და თუ სხვადასხვა და ეს ყველაფერი ისინი ახან ვერ ხდებოდა მათი რაციონალური აღწნა, ყველაფერს ისინი ამას აცხადებდნენ როგორც ლეგენდად, გადმოცემად და ამდენად მას როგორც ნატყუარ ამბებად მიიჩნევდნენ. სულ მალე ამ მე-20 საუკუნის დასაწყისის მერე მოგახსენებათ, რომ უკვე ერთი იმპერია საქართველო მეორე საბჭოთა იმპერიით შეიცვალა, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო ათეისტური სახელმწიფო, საისტორიო გამოკვლევაში, უკვე სახელმწიფოეობებზე არაფერს ვამბობ, ცხადია ქართლის გაქრისტიანების ამბავი, ის რაც გადმოცემული იყო ქართლის ცხოვრებაში, იგივე მოქცევა ქართლისთაში, როგორც ლეგენდარული ამბავი იყო გადმოცემული. თქვათ, იგი არის საქართველოს ისტორიის დარკვევები რო ნახოთ, იქაც გადააწყებთ ამ ფაქტს. იქამდე იყო თქვათ საქმე მისული, რომ მე როდესაც მე პირველ კურსელი ვიყავი, ქალბატონი მარიკა ლურქიფანიძე გვეუბნებოდა, რომ აი თქვენ მომავალ ისტორიკოსები ბრძანდებით და უნდა იცოდეთ, რომ წმინდა ნინო იყო რეალური პიროვნება. ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც ლექტორს სჭირდება იდეური თუ იდეოლოგიური ატმოსფერო უნდა ყოფილიყო გაბატონებული, არა მარტო პოლიტიკურ წრეებში, არამედ მეცნიერებაშიც. თუმცა უკვე გასული საუკუნის 80-იან წლების მეორე ნახევარში, როდესაც პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, იდეოლოგიური მარწუხები ნელ-ნელა მოიშვა, მეცნიერებსაც უფრო გაბედულად მიეცათ იმის თქმის საშუალება, რომ ის ამბები, რაც გადმოცემული იყო ჩვენს უძველეს მატიანებში, არის რეალობა, მაგრამ ეს თქვათ არა მარტო ასე ვთქვათ, მოდის გამო და ფეხის აყოლის გამო, არამედ ამის საფუძველი სწორედ მეცნიერების შემდგომა განვითარება მისცა საფუძველი. რა იყო მეცნიერების დარგები? პირველ რიგში არქეოლოგია, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდებოდა ჩვენში, სწორედ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან. და პირველ რიგში ეს არქეოლოგიური გათხრები, რომელიც აწყურის მიდამოებში წარმოებდა. ჯერ თვითონ ესე იგი აჭარის ტერიტორიად დავიწყებთ, რომ დიდაჭარაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ამ არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ დიდაჭარაში მართლაც იყო
სამოსახლო, როდესაც ანდრია მოციქული შემობრძანებაში. მაგრამ კიდევ უფრო კონკრეტული ფაქტები ჩვენ მოგცა არქეოლოგიურმა გათხრებმა აწყურის მიდამოებში. ჯერ ერთი თვითონ ეს ზადენგორა, სადაც სამცხეში შემოსვლის მერე პირველად მიბრძანდა ანდრია მოციქული, დღესაც არსებობს ეს ტოპონიმი, რომელიც სოფელ აბასთუმნის მახლობლად არის. იქაც არის გორა, რომელსაც ქვია ასევე ზადენგორა და იქაც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა რამდენიმე ნივთი, რომელიც სრულიად აშკარად უკავშირდებოდა საკულტო ნაგებობას, ანუ ეს ფაქტი მატერიალურად ადასტურებდა იმას, რომ აქ მართლა შეიძლება შემდგომ უკვე როგორც მოგახსენეთ, ქართლის ცხოვრების ვერსიის თანახმად ანდრია მოციქული პირველ ხანებში გაჩერებული ყვაწყურის ციხეში და იქ იყო დავანებული ღვთისმშობლის ხატი. აწყურში დღესაც ადგას ციხე, ვინც ყოფილხართ. ეს არის რიყით ნაგები შენობა, ესეთი ტიპური შუა საუკუნეების ნაგებობა, შემდგომ ოსმალობის პერიოდში არაერთხელ გადაკეთებული. და ამდენად ამის გამოც მეცნიერები მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ ქართლის ცხოვრების მონათხრობს. მაგრამ თუმცა როცა დაიწყო არქეოლოგიური გათხრები და ის შუა საუკუნეების ნაგებობების მეცნიერებმა კიდევ ერთხელ შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ციხის სულ ქვედა ფენა, რომელზეც მე ეს რიყის ქვები არის ნაწყობი, ნაშენი არის ქვიშაქვის კვადრებით მომწვანო ფერის და ეგეთი სამშენებლო მასალა გამოიყენებოდა სწორედ ანტიკურ ხანაში, სწორედ ასეთი მასალით არის ნაგები ვანის ნაქალაქარი, ან კიდევ მცხეთაში არმოსიხე ბაგინეთის უძველესი სტრუქტურები, რომელიც მოგახსენებათ სამეფო კომპლექსის ნაწილი იყო. ასე რომ აი ამ ერთმა დაკვირვებად ცხადყო, რომ რომელიც აღწერილი ანდრიას მიმოცულაში მართლაც იბობდა ციხე, მართლაც იდგა ციხე. შემდგომ უკვე თვითონ როდესაც აწყურის ტერიტორიაზე მოხდა საკუთრივ აწყურის ტერიტორიაზე და ნაქალაქარი გაითხარა, აღმოჩნდა იქ საკმაოდ მძლავრი კულტურული ფენა. ეს კულტურული ფენა არის ადამიანის ნაკვალევი და რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანი, მით უფრო ძლიერია და სქელი ეს კულტურული ფენა. აღმოჩნდა, რომ ეს საკმაოდ ძლიერი კულტურული ფენა იყო. აღმოჩნდა აქ საკურთხეველი, ანუ დადასტურდა, რომ აქ მართლაც კერპები იყო, ხოლო ძლიერი კულტურული ფენა ადასტურებდა, რომ აქ მართლაც იყო ადმინისტრაციული ცენტრი, როგორც ქართლის ცხოვრებაშია გადმოცემული ხანაში და ასევე აღმოჩნდა, რომ ეს ნივთები რაც აღმოჩნდა, ძალიან ძლიერი გავლენა იყო ბერძნულ-რომაული კულტურისა. ანუ დადასტურდა ერებათ ისიც, რომ აქ მართლაც შეიძლება მდგარიყო ბერძნულ-რომაული ან რაღაც სინკრეტული ღვთაებები, რომლებზეც პირობითად უწოდოთ აპოლონი და არტემიდა. ასე რომ აი ამ არქეოლოგიურმა გათხრებმა სრულიად დაადასტურა და წარმოაჩინა ის გარემო, რომელიც აღწერილია ქართლის ცხოვრებაში იმ პასაჟში, რომელიც ანდრია მოციქულის მიმოსვლას ეძღვნება. შემდგომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო არქეოლოგიური გათხრები მცხეთაში და მის შემოგარენში, სადაც აღმოჩნდა არაერთი სამარხი მეორე საუკუნეებით დათარიღებული, ისე იგი საკმაოდ კარგად თარიღდება, საკრძალვის წესი იყო პირწმინდად ქრისტიანული. გარდა ამისა, ამავე სამარხებში აღმოჩნდა ისეთი არტეფაქტები, ნივთები, რომლებიც აღბეჭდილი იყო ქრისტიანული სიმბოლიკით, როგორც არის თევზი, ღუზები, კრავი, წყემსი. ასე რომ აი ეს მცხეთის გათხრებმაც ასევე დაადასტურა, რომ ჩვენში ქრისტიანობა პირველ საუკუნეებიდან ვრცელდებოდა. ძალიან საინტერესო იყო და დიდმნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები ნასტაკიში, ნასტაკისი მცხეთასთან არის მოგახსენებათ და მესამე საუკუნის არქეოლოგიურ ფენებში იქ აღმოჩნდა სტრუქტურა, რომელიც დახრილობით და თავისი აღნაგობით მკვლევარებმა როგორც ეკლესია, ისე ჩათვალეს, რომ ეს უნდა ყოფილიყო საეკლესიო ნაგებობა. ეხლა რით არის აღსანიშნავი, გარდა იმისა, რომ პირველ საუკუნეებში ადასტურებს ჩვენში ქრისტიანული თემების არსებობას. ნასტაკისი იყო ქართლის პასალარის რეზიდენცია. ანუ ეს პასალარი იყო მეორე პირი თავისი ძლევამოსილებით ქართლის სამეფოში მეფის შემდეგ. და წარმოედგინეთ ასეთი მას, რომ ამ პირველ საუკუნეებში ჩვენში ქრისტიანული თემები არასაკმაოდ კატაკომბებში იმალებოდნენ, როგორც ვთქვათ, რომის იმპერიაში, არამედ შედარებით თავისუფალი გარემო იყო ეს რელიგიური აღსარებლობის და იმდენად თავისუფალი, რომ მათ შეეძლოთ ეკლესიის გამართვა პასალარის გვერდზე.
ეს ფაქტი გარკვეულწილად ეხმაურება ქართლის ცხოვრების ცნობას იმის შესახებ, რომ მე-13 საუკუნეში მოღვაწე მეფემ რევმა, რომელსაც ქართული წყაროები რევ მართალს ეძახიან, მართალია არ მიიღო ქრისტიანობა, მაგრამ მას ესმა უფლის სიტყვა, ამის გამო მისი გული მოლვა და მან აგრძალა ჩვილი ბავშვების შეწირვა წარმართი ღმერთებისათვის. აღწერილია ჩვენს უძველეს მატიანეებში, სწორედ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, როგორ შემოდიოდა ჩვენში თანდათანობით ქრისტიანობა. ეხლა რაც შეეხება წმინდა ნინოს მოღვაწეობას. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ უკვე ჩვენი წინაპრები ჩაფიქრდნენ იმას, რომ გახდა საჭირო კვლავ წმინდა ნინოს შემობრძანება და მის მიერ ქრისტიანობის ქადაგება. ამაზე პასუხი ჯერ კიდევ მე-11 საუკუნის დიდმა მოღვაწემ ეფრემ მცირემ გასცა მაგაზე პასუხი, მან საკმაოდ ვრცელი ტრაქტატი შექმნა უწყება მიზეზთა ქართლის მოქცევისა და სადაც მან ასეთი დებულება წამოაყენა, რომ იმის გამო რომ მეფემ და ერისთავებამ შერისხეს შემდეგ ეს უკვე პირველი ქრისტიანები საშუალება არ მისცეს მათ აშკარად ეკადაგა თავისი ეს ახალი სარწმუნოება იმის გამო რომ მეფემ და დიდებულებმა აღარ მიიღეს ეს ქრისტეს რჯული და ამიტომ ქვეყანა ასე ვთქვათ ბნელში ცხოვრობდა, სწორედ ამიტომაც გახდა საჭირო ჩვენში კვლავ წმინდა ნინოს შემობრძანება და წმინდა ნინო ანუ დედაკაცი მაინც და მაინც დედაკაცი მოციქული იმიტომ შემობრძანდა ჩვენთან, რომ საქართველო იყო ღვთისმშობლის წილხვთომი ქვეყანა. ისე უნდა გითხრათ, რომ ქალი მოციქული მე მგონი ერთადერთი შემთხვევარი, როდესაც ქვეყანას მოციქული ყავს დედაკაცი. და ესეც ალბათ შემთხვევით არ ხდება და ესეც ალბათ ისეთი სამაყო ფურცელი ჩვენს ისტორიაში. როგორც მოგახსენეთ, როგორც ანდრია მოციქულისთან დაკავშირებით, ისე წმინდა ნინოს სამოციქულო მოღვაწეობასთან დაკავშირებით თავდაპირველად ასე იყო სკეპსისი და ამ სკეპსის განსაკუთრებით აძლიერებდა ის გარემოება, რომ წმინდა ნინოს ცხოვრება შემორჩენილი იყო შედარებით გვიანდელ ტექსტებში, ეს მე-10 საუკუნის ხელნაწერებში, ხოლო თვითონ ის ნაწარმოები, სადაც შემორჩა წმინდა ნინოს უადრესი რედაქციები, ეს მოქცევა ქართლისა იგახლავთ, ეს თხზულება თარიღდებოდა მე-9 საუკუნით, ან უკეთეს შემთხვევაში მე-7 საუკუნით. ამას თითქოს ამ სკეპსის თითქოს კიდევ ის გარემოება აძლიერებდა, რომ სამწუხაროდ ჩვენ არ მოგვეპოვება წმინდა ნინოს ადრეული გამოსახულებები და ყველაზე ადრეული გამოსახულება თარიღდება მე-10 საუკუნით და ეს არის შესანიშნავ ოსკის ტაძარზე წმინდა ნინოს ბარელიეფი, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით უკვე უკვალოდ დაკარგულია, როგორც ჩანს სიძველეთა მოყვარულებმა ეს ჩამოგდებული ქვა შემდეგ გაიტანეს თურქეთის ტერიტორიიდან, იმიტომ რომ გარკვეულ პერიოდში თურქეთის მთავრობა მაინც და მაინც არ ზრუნავდა ქრისტიანული ძეგლების და ქრისტიანული სიწმინდების დაცვაზე და ესეთ ყველა გამოვლელს, რომელიც დაინტერესებული იყო ანტიკვარიატით, შედარებით თავისუფლად შეეძლო გაეტანა ქვეყნიდან ეს ძვირფასეულობა და სამწუხაროდ დღეს უკვე უკვალოდ არის დაკარგული და ინფორმაცია არ აქვს, რაც შეიძლება იყოს წმინდა ნინოს ეს უძველესი გამოსახულება. მაგრამ შემდგომ უკვე ისევ და ისევ მეცნიერების სხვადასხვა დარგების განვითარებამ და პირველ რიგში ეს არის წყარომცოდნეობა და ტექსტოლოგია კარდინალურად შეცვალა მიდგომა და საკითხები. პირველ რიგში იმეთი მოგახსენებთ, რომ წმინდა ნინოს ცხოვრების ჩვენ რამდენიმე რედაქცია მოგვეპოვება, უძველესი მე-10 საუკუნის არის, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ გვაქვს როგორც სვინაქსარული, ისე მეტაფრასული ცხოვრებები და რედაქციები წმინდა ნინოსი, მაგრამ უმთავრესი ცხადი არის ის რედაქცია, რომელიც შემონახულია, ის უძველესი, რომელიც შემონახულია მოქცევა ქართლისაეს თხზულებაში. აი, როდესაც ჩვენ აღმოსავლეთმცოდნეებმა და ფილოლოგებმა დაწვრილებით შეისწავლეს ის რედაქცია, რომელიც მოქცევა ქართლისაის თხზულებაშია დაცული, მათ იქ აღმოაჩინეს, რომ იქ დადასტურებული იყო მთელი რიგი ისეთი კონსტრუქციები, გრამატიკული თუ სინტაქსური, რომელიც სრულიად უცხო იყო
ქართული ბუნებისათვის, ქართული ენისათვის, მაგრამ დამახასიათებელი იყო სირიულისათვის. ეხლა თქვენ ალბათ გაგიჩნდებათ ბუნებრივია კითხვა, რა შუაშია აქ სირიული ელემენტის გამოჩენა. ეხლა მოგახსენებათ, რომ ჩვენთან წინა ქრისტიანულ ხანაში გავრცელებული იყო საკმაოდ ფართოდ ბერძნული და არამეული. მართალია, ახლა თვითონ ქართული ანბანის წარმოშობაზე ასთა სხვადასხვაობა არის. ლეონტი მროვლი პირდაპირ გვეუბნება, რომ ამან ფარნავაზ განავრცო ენა ქართული და შექმნა წიგნობრობა ქართული. ივანე ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ კიდევ უფრო ძველი უნდა ყოფილიყო ქართული დამწერლობა და ეს ფინიკიურისგან უნდა მომდინარეობდეს. შეიძლება ესაც იყო ცხადია, მაგრამ მეორე მხრივ ფაქტია, რომ ყოველ შემთხვევაში რაც ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, წინა ქრისტიანული ხანის ქართული დამწერლობის ნიმუშები შემორჩენილი არ არის. არა გვაქვს. სამაგეროდ აზე მეტი ნიმუში გვაქვს, როგორც ბერძნული, ისე არამეული დამწერლობის. თუმცა ეს ფაქტი მაინც გასაკვირი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მთელს იმ დროინდელ მახლობელ აღმოსავლეთში, რასაც ქვია ელინისტური სამყარო და რომლის ესეთი შემადგენელი ნაწილი იყო საქართველოს და ქართლის სამეფოს, და ბატონი ვალერის ჰქონდა რამდენიმე ლექცია ამასთან დაკავშირებით. აქაც გავრცელებული ყოფილიყო ეს ენები, რომელიც მახლობელ აღმოსავლეთში იყო გავრცელებული, ანუ ბერძნული და არამეული. და სწორედ ეს არამეული გახლავთ სირიულის, ანუ ჩრდილო სირიულის ერთ-ერთი დიალექტი და ის დიალექტი, რომელზეც სხვათა შორის საუბრობდნენ საქართველოში და კერძოდ მცხეთაში მოსახლე ებრაელები, რომლებსაც ასევე ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენში ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. და აი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წმინდა ნინოს ცხოვრების, ესე იგი მთელი ცხოვრება თუ არა რაც მოქცევა ქართლისაეში, ყოველ შემთხვევაში მისი გარკვეული მონაკვეთები თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ჩაწერილი არამეულ ენაზე და ეს უნდა მოხვდარიყო თავად ნინოს ცხოვრებაში, როგორც ეს არის გადმოცემული მოქცევა ქართლისაეშის მიხედვით. და შემდგომ უნდა ყოფილიყო თარგმნილი ქართულ ენაზე. არსებობს მეორე თვალსაზრისით, რომ ის ჯერ ქართულ ენაზე იყო ჩაწერილი და შემდგომ ითარგმნა სირიულ ენაზე. ეხლა მე სამწუხაროდ არა ვარ სპეციალისტი, არც ტექსტოლოგი, არც აღმოსავლეთმცოდნე და ვერ მოგახსენებთ, რომელი თვალსაზრისი უფრო სწორი ან არა, უბრალოდ ჩემი ვალდებულება არის ორი თვალსაზრისი გაგაცნოთ, რომელიც ამასთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა ორივე თვალსაზრისი ამბობს იმას, რომ ნინოს ცხოვრება არის ძალიან ძველი ტექსტი და წმინდა ნინოს კულტი ჩვენში შექმნილი არა მოგვიანო ხანაში, არამედ სწორედაც რომ ქრისტიანობის გავრცელების პირველსავე დღეებში. და სხვადასხვა უკვე დღესდღეობით გაჩნდა ტენდენცია იმის შესახებ, იმასთან დაკავშირებით, რომ უძველეს ლიტერატურულ ნაწარმოებად მივიჩნიოთ არა შუშანიკის წამება, რომელიც როგორც მოგახსენებათ მე-5 საუკუნის მიწურულით თარიღდება, არამედ სწორედ ნინოს ცხოვრება. და ეს ბატონი რეზო სირაძეაც გარდაცვლილი გამოთქვამდა ამის შესახებ, ძალიან ესეთ მკაფიოდ ამის და ასევე სხვა კვლევრებიც, იგივე ხალბატონი თამილამ გალობიშვილით და სხვა. შემდგომ უკვე მეორე ფაქტი, რაც ასევე მხარს უჭერდა იმას, რომ რეალურად ცნოთ ჩვენი ის განმოცემები, რომელიც არის ასახული ჩვენს საისტორიო მატიანეებში, გახლავთ ის, რომ მოქცევა ქართლისაი, ანუ ის ქრონიკა, სადაც შესულია წმინდა ნინოს ცხოვრება, თავისი არსით გახლავთ ჰაგიოგრაფიული თხზულება. ქართული ეს ჰაგიოგრაფია მართალია მთელს ქრისტიანულ სამყაროში იყო გავრცელებული, თუმცა სხვა მსოფლიოს ჰაგიოგრაფიისაგან ქართული ჰაგიოგრაფია გამოირჩეოდა ერთი დიდი თვისებით, რაც მას გაცილებით მაღლა აყენებს ყველა სხვა ჰაგიოგრაფიასთან შედარებით, თუნდაც იგივე ბიზანტიურთან, რომ ჩვენი ჰაგიოგრაფია არის შესანიშნავი ისტორიული პირველწყარო. და მთელი ჩვენ ჰაგიოგრაფიაში ეს იქნება წმინდათა მარტვილობა თუ მათი მოღვაწეობა გაშლილი არის საკმაოდ ფართო ისტორიულ ფონზე და რაც კი იმ ისტორიული ფაქტები, რაც კი შედარებულია სხვა თუნდაც ბერძნულ-რომაული, ბიზანტიური თუ სომხური წყაროებით, სულ ეს ფაქტები დადასტურებული არის, ასე რომ რახან ესეთი ეს ისტორიული ფაქტები, სხვა ისტორიული ფაქტები, რაც გადმოცემულია ქართლის მოქცევის მატიანეში და მათ შორის ნინოს ცხოვრებაში, ასევე ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ისტორიული ჭეშმარიტება ამ მეთოდოლოგიიდან გამომდინარე.
და ბოლოს მესამე ძალიან დიდი მნიშვნელოვანი საფუძველი, რაც საშუალებას გვაძლევს ვირწმუნოთ ის ჭეშმარიტება, რაც გადმოცემულია ჩვენს ქართულ მატიანებში, ეს არის უძველესი ბერძნულ-რომაული საეკლესიო ისტორიები, რომელიც მე-4-მე-5 საუკუნეებით თარიღდება და უძველესი ავტორი გახლავთ გელასე კესარიელი, რომელმაც მე-4 საუკუნის ბოლოს დაწერა თავისი საეკლესიო ისტორია. იქ გადმოცემულია ქართლის ცხოვრების, მათ შორის იბერიის და ლაზიკის გაქრისტიანების ამბები და აი, როდესაც ეს უცხოელი ავტორები გადმოგცემენ ჩვენ იბერიის, ანუ ქართლის მოქცევის ისტორიას, ისინი იმეორებენ ყველა იმ ძირითად მომენტს, რაც გადმოცემულია ქართულ საისტორიო წყაროებში. იქნება ეს ნინოს შემობრძანება, თუმცა ისინი ჩვენს წმინდას ესე სახელობით არ უწოდებენ, ისინი ტყვექალის სახელით მოიხსენებენ. იქნება ეს ტყვექალის სასწაულები და მისი მკურნალობითი თვისებები, როგორ ახდენდა ეს მკურნალობას, იქნებოდა ეს დედოფლის განკურნება, მზის დაბნელება, როდესაც მეფე ნადირობდა, სვეტის აღმართვა და სასწაულები, ანუ ყველა ეს ძირითადი ელემენტი, რაც გადმოცემულია ქართულ წყაროებში, დასტურდება უძველესი მე-4-მე-5 საუკუნეების ბერძნულ-რომაული თხზულებები და ცხადია, ახლა ეს ბერძენი და რომაული ავტორები საქართველოში არ ჩამობრძანდებოდნენ და აქ არ მოესმენდნენ ამბებს, ხო? ეს უკვე ესეთი გავრცელებული ისტორია იყო, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ რომის იმპერიაში სრულიად, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებად აღიქმებოდა და ასე რომ ქართული წყაროებისგან სრულიად დამოუკიდებელი წყაროები და ასევე სრულიად სანდო, რომელთა მიმართ სანდობა ძალიან მაღალია სამეცნიერო წრეებში, ადასტურებს, რომ აი მართლაც წმინდა ნინოს ესე იგი არის სრულიად რეალური პიროვნება. ეხლა უკაცრავად ამას ვამბობ ანდარბაში, მაგრამ უბრალოდ მივყვები ამ მეცნიერების განვითარების ხაზს, რომ არის სრული ჭეშმარიტება და ის ამბებიც, რაც დაკავშირებულია ის ისტორიული ფონი, რაც დაკავშირებულია წმინდა ნინოს მოღვაწეობასთან, არის სრულიად ჭეშმარიტება და არანაირი საჭიროება არ არის ან დაეჭვების, ან რაღაც ამ ამბების ლეგენდარულ ამბებად მონათulis. ნუ ამას ესეთი ადრეულ დათარიღებას კიდევ აქვს ის დიდი მნიშვნელობა, რომ გარკვეულწილად ეს აყენებს ამ სუქსფეს ქართლის იერარქიული, ქართლის ეკლესიის იერარქიული დამოკიდებულების საკითხს. ახლა იმის გამო, რომ ევროპაში, რუსეთში ქართოლოგიაზე ადრე და რამდენიმე საუკუნით ადრე განვითარებული იყო არმენოლოგია და იმის წყალობით, რომ ჩვენ მეზობელ სომხებს აი მართლა ძალიან უნიკალური და მდიდარი საისტორიო მწერლობა აქვთ, ძალიან ხშირად მეცნიერები აი საფუძვლად იღებდნენ სომხურ წყაროებს იმის დასამტკიცებლად, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ქართული ეკლესია იერარქიულად დამოკიდებული იყო სომხურ ეკლესიაზე, ემორჩილებოდა სომხურ ეკლესიას და სომეხთა კათოლიკოსის მიერ ხდებოდა ჩვენი მღვდელმთავრების ხელდასმა. მაგრამ აი სწორედ ასეთ ამ ბერძნულ-რომაული წყაროებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილმა გასცა ამ თეორიას ძალიან საკადრისი პასუხი თავისი ქართველი ერის ისტორიაში და შემდგომ უკვე აი წმინდა ნინოს იმის მტკიცებამ, რომ წმინდა ნინოს კულტი არა გვიან არის შექმნილი, არამედ იმთავითო მე-4 საუკუნეში არსებობდა ამ წმინდა ეს კულტი, ყველაფერმა ამბამ ასევე გაახარწყლა ეს მიმდინარეობა, რომელიც მომდინარეობდა სხვადასხვა სამეცნიერო წრეებიდან, ეს დასავლეთის, რუსეთის თუ სხვათა შორის ზოგიერთი ქართველი მკვლევარიც იზიარებდა ამ მოსაზრებას და ეს დებულებაც შეიძლება ითქვას დღესდღეობით მოხსნილია. ახლა წმინდა ნინო მოგეხსენებათ იყო კაპადოკიელი, კაპადოკიიდან შემობრძანდა ჩვენთან და ჩვენ სამეცნიერო და იგივე მატიანეებში ეს იქნება მოქცევა ქართლის საერთო ლეონტი მროვლის მეფეთა ცხოვრებაში. თვითონ წმინდა ნინო აღნიშნავს, რომ ის არის უცხო. ტყვექალი ის არის უცხო და მართლაც არსაიდან არაჩანს, ოდესაც ის შემობრძანდება, რომ ის მაინც და მაინც ქართულ ენაზე საუბრობდა. ხო ის ჯავახეთში როცა შემობრძანდება ფარავნის ტბასთან იქ სომხურად გამოელაპარაკება მეთევზებს და მწყებსებს, შემდეგ როდესაც ჰურიათა ბაგინში შედის, იქ ებრაულად ელაპარაკება მათ, შემდეგ უკვე როდესაც მცხეთაში შემობრძანდება და შეხვდება მეფის სეფექალს, მას ბერძნულად გამოელაპარაკება, ანუ სხვადასხვა ენაზე ჩანს, რომ წმინდა ნინო საუბრობს, მაგრამ არსად არ არის ხაზგასმა იმის შესახებ, რომ ის ქართულ ენაზე საუბრობდა.
მაგრამ მაშინ დაიბადება კითხვა, რატომ გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ წმინდა ნინო იყო ქართველი, ხო? მოგეხსენებათ, რომ ბიბლიაში როდეს სხვადასხვა მამამთავრებს შორის ნახსენებნი არიან მეშეხები. ერთ-ერთი პირველი კომენტატორი, ვინც ამ ძველ ათქმისეული ერთ-ერთი პირველი კომენტატორი ძველ ათქმისეული წიგნებისა გახდათ წარმოშობით ებრაელი, მაგრამ ბერძნულენოვანი მწერალი, ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი. და როდესაც იოსებ ფლავიუსმა დაწერა თავისი თხზულება იუდეველთა სიძველეთა შესახებ, ის შეეცადა განესაზღვრა თუ რომელი ხალხის მამამთავრი უნდა ყოფილიყო ესა თუ ის პირი, რომელიც ძველ ათქმაში იხსენებოდა. და იოსებ ფლავიუსი აღნიშნავდა, რომ მეშეხის შთამომავალნი არიან კაპადოკიელები. ხოლო მეშეხი, რომ ეს იგივე მესხები და მუშქები არიან, ამის შესახებ არანაირი ასლა სხვადასხვა მეცნიერებაში არ არსებობდა და ყველა მკვლევარი თანხმდებოდა იმაზე, რომ მეშეხი იგივე მესხები არიან და ხოლო მესხები მოგხსენებთ, ეს ერთ-ერთი ქართველური ტომია, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დღევანდელ სამხრეთ-ჯავახეთში და ტაო-კლარჯეთში ცხოვრობდა. და სწორედ ამიტომ გაჩნდა ეს ვარაუდი, რომ კაპადოკიელები უნდა ყოფილიყვნენ, ესე იგი თუ მესხები არიან, რა თქმა უნდა ქართველები და არიან ისინი მეშეხები და მეშეხების შთამომავლები არიან კაპადოკიელები, ცხადია, რომ კაპადოკიელებიც უნდა ყოფილიყვნენ ქართველები. ნუ განსაკუთრებით ძლიერად ეს აზრი ფეხმოკიდებული იყო მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მეცნიერებაში. ნუ შემდგომ თქვათ გაჩნდა თქვათ მოსაზრება, რომ კაპადოკიელები ინდოევროპული ტომები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ისიც ფაქტია და ჩვენ ეს ვიცით ლურსმული და წარწერებიდან ასურული და ლურსმული, რომელიც მე-11-მე საუკუნეების წარწერებია, რომ მესხების, ანუ მუშქების ერთი ნაკადი მართლა ცხოვრობდა კაპადოკიის ტერიტორიაზე, ასე რომ ცალსახად იმის გამორიცხვა, რომ მაინც და მაინც ეს კაპადოკიელები არ შეიძლება ყოფილიყო ის თემი, საიდანაც წმინდანი მობრძანდებოდა, არ შეიძლება ყოფილიყო მესხების შთამომავალი, თქვა ცალსახად ამის გამორიცხვის საფუძველიც ჩვენ არ გაგვაჩნია. ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ ქრისტიანობის გამოცხადების სახელმწიფო რელიგიად, ხო? ახლა ეს ტერმინი განსაკუთრებით მოდაში იყო, თქვათ საბჭოთა პერიოდში, როდესაც მეცნიერებაშიც იგივე სტერეოტიპები აისახებოდა, რაც იყო პოლიტიკურ ელიტაში, ანუ ცეკას მდივანი ბრძანებდა და ერთი ბრძანებით მე ყველაფერი ახსულდებოდა და დაახლოებით ესეთი სტერეოტიპებიც იყო, რომ მირიანი მოინათლა, ბრძანა და მე მთელი ქვეყანა ერთბაშად გაქრისტიანდა. თუმცა თქმა უნდა ეს არ ყოფილა და ქრისტიანობის გავრცელება ჩვენში ნელ-ნელა და ეტაპობრივად ხდებოდა. თვითონ ინოს ცხოვრებაში ინათქვამია იმის შესახებ, რომ ქართლის მთამ საკმაოდ წინააღმდეგობა გაუწია და იმდენად, რომ მათ თავისი მამაპაპეული სამკვიდრებელისკენ მიატოვეს და თუშეთში გადავიდნენ. შემდეგ ასევე ნათქვამია ნინოს ცხოვრებაში, რომ გარკვეულ თემებში, სადაც არ მოინდომეს ნინოს სიტყვის შესმენა, იქ ერისთავმა მცირედ მახვილი წარმართა. ანუ ეს მახვილი წარმართვა ალბათ მაინც და მაინც მშვიდობიანი ხასიათი არ ექნებოდა. გარკვეულ თემებში ასევე სადაც უარი თქვეს ქრისტიანობის მიღებაზე, იქ მირიანმა ხარკი დაუმძიმა, ანუ გადასახადებით გაუზარდა და ამ ხრივ შეეცადა. ჩვენ გაგვაჩნია ასევე ძალიან შესანიშნავი ჰაგეოგრაფიული ძეგლი კოლა-ყმათა მარტვილობა. კოლა მოგეხსენებათ ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი პროვინცია, მტკვრის ხეობის სათავეებში არის და ჩვენი ისტორიული ბედუკმართობის გამო დღეს ეს პროვინცია, ისე როგორც ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილი თურქეთის საზღვრებში არის მოქცეული. აი ამ ძეგლის თანახმად ეს რომელსაც ალბათ დაახლოებით მე-5-6 საუკუნების ვითარება არის აღწერილი, აი ეს ძეგლი გვეუბნება, რომ ერის დიდი ნაწილი იყო წამორ და მცირე ნაწილი იყო ქრისტიანი. არქეოლოგიაც ასევე ადასტურებს იმას, რომ ხდებოდა ნელ-ნელა ეტაპობრივად გავრცელება. იგივე მცხეთაში დედაქალაქში ხო წარმოადგენთ, აღმოჩნდა სამოსახლოში ესეთი სამარხი, სადაც მიცვალებული ცხენის თავთან ერთად იყო დაკრძალული. ნუ ცხადია ეს უფრო მითრაისტული წარმოდგენებია, ვიდრე ქრისტიანული. სამთავროს სამაროვანზე, რომელიც ქალაქ მცხეთისა და მისი შემოგარენის, ასე რომ ვთქვათ, საქალაქო სასაფლაო იყო,
მეოთხე-მეხუთე საუკუნები დათარიღებული სამარხები აღმოჩნდა, სადაც ასევე არაქრისტიანულით იყვნენ დაკრძალული, სამხარეს იყვნენ დაკრძალული, ხელოვნურად დეფორმირებული თავის ქალებით, ხელფეხ გადაჯვარედინებული და ცხადი ამასაც არაფერი საერთო არ აქვს ქრისტიანობასთან. ძალიან საინტერესო აღმოჩენა გააკეთა ჩვენმა სასიქადულო მეცნიერმა არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ ქარელის მახლობლად დედოფლის გორაზე, სადაც ძალიან საინტერესო არქეოლოგიური ძეგლია და იქ არქეოლოგიური გათხრების დროს ბატონმა იულონმა დაადასტურა მე-6 საუკუნით დათარიღებული მაზდეანური სალოცავები და ასევე ჩვილბავშვების სამარხები, რომლებიც ასევე არაქრისტიანული წესით იყვნენ დაკრძალული. სხვათა შორის ბატონმა იულონმა მიაქცია იმას, რომ ეს საკმაოდ გვიანი პერიოდია, მე-6 საუკუნე და მან გამოთქვა თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ როდესაც წმინდა ნინო შემობრძანდა და ესე სამეფო ხელისუფლების მხარდაჭერით ხდებოდა ქრისტიანობის გავრცელება, სამეფო ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი რელიგია უპირველეს ყოვლისა გავრცელებულიყო იმ მხარეებში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო ქართლის სამეფოსათვის. ასეთი გახლავთ სწორედ არაგვის ხეობა, საიდანაც გადმოდიოდნენ ეს მომთაბარეები და დარღელის ხეობა, საიდანაც ეს მომთაბარე მასების გადმოსვლა ხდებოდა და აღმოსავლეთ პროვინციები, რომელიც ალბანეთთან იყო მომიჯნავე და რომელიც დასახლებული იყო ჩვენი მონათესავე ჰერების ტომებით. ხოლო ეს უფრო მცხეთის დასავლეთით მდებარე მხარეები, ასე ვთქვათ, შედარებით მშვიდობიანი, საიდანაც არანაირი თქვათ ექსპანსია არ იყო მოსალოდნელი, იქ უკვე ნაკლებ ყურადღებას აქცევდა მაინც და მაინც პირველი რიგის ამოცანად არ აყენებდნენ სამეფო ხელისუფლება იქ ქრისტიანობის გავრცელებას და ქრისტიანული სამლოცველოების აღმართვას. დიდი ეტაპი ქრისტიანობის საბოლოო დამკვიდრებაში დაკავშირებულია ვახტანგ გორგასლის სახელთან, როდესაც ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შედეგად საქართველოს ეკლესიამ, ანუ ქართლის ეკლესიამ არა მარტო ავტოკეფალია მოიპოვა, არამედ მთელი საქართველოს თითქმის ტერიტორია დაიფარა საეპისკოპოსო ტაძრებით და ცხადია ამ ფაქტმაც ძალიან ხელი შეუწყო სწორედ ქრისტიანობის ქადაგებას და გავრცელებას. და კიდევ ერთი დიდი ეტაპი, რაც დაკავშირებულია ქრისტიანობის გავრცელებასთან, გახლავთ ასურული მამების შემობრძანება და მათი ღვაწლი ახლად ნერგი, როგორც ნათქვამია ასურულ მამათა ცხოვრებებში, ანუ ახლად გაქრისტიანებული ქართლის სარწმუნოებრივ გამტკიცებაში და ჯერ კიდევ მოუქცეველი თემების მოქცევაში ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ როდესაც მე-10 საუკუნეში ერთ-ერთმა ქართველმა წარჩინებულმა სინას მთაზე ქართულ მონასტერს შესწირა ხელნაწერი, სადაც იყო ერთად წმინდა ნინოს ცხოვრებაც, მოქცევა ქართლის რედაქცია და ასურულ მამათა ცხოვრებაც, ამ ორივე ძეგლს ერთი სათაური აქვს გაკეთებული წიგნი ქართლის მოქცევისა, ანუ ქართლის გაქრისტიანების წიგნები. და როგორც ჩანს, აი ჩვენ წინაპრებსაც, აი მე-10 საუკუნის განათლებულ ქართველებსაც წმინდა ნინოს შემობრძანება და ასურულ მამათა შემობრძანება ესმოდათ როგორც ჩვენში ქრისტიანობის გავრცელების ორი უმთავრესი ეტაპი. შემდგომი საკითხი, რაც მინდა მოგახსენოთ ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით, ეგ არის თარიღი, ხომ? ქრისტიანობის, იმიტომ რომ რატომ მაინც და მაინც 2026 წელს უნდა ვიზეიმოთ ჩვენ ქრისტიანობის გავრცელების 1700 წელი. თვითონ ნინოს ცხოვრების რედაქციებში ქრისტიანობის გავრცელების სხვადასხვა თარიღზე არის მინიშნება. თუ როგორცაც ჩანს, სხვადასხვა დროის გადამწერებმა ან ვერ ამოეკითხეს ის თარიღი, რომელიც არქეტიპში იყო ნინოს ცხოვრების, ან კიდევ უკვე შემდგომ თავისი შეხედულებისამებრ გადააკეთეს ესა თუ ის თარიღი და ასე რომ ასეთი სხვადასხვა თარიღი გვაქვს დადასტურებული სხვადასხვა რედაქციაში. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ გარემოებას მიაქცია ყურადღება, გახლავთ ძალიან ცნობილი ისტორიკოსი, გეოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, ქართული გეოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, მე-18 საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწე ვახუშტი ბაგრატიონი. ის შეეცადა, ვახუშტი ბაგრატიონი შეეცადა ეს როგორც თვითონ წეს ეს წინა უკმაობა შეეჯერებინა იმ მსოფლიო
უпростоოდ რომის იმპერიაში განვითარებული მოვლენებისათვის ერთმანეთთან დაეკავშირებინა და ვახუშტი ბაგრატიონმა ამ ურთიერთდაკავშირების შედეგად ევარაუდა, რომ ნინოს შემობრძანება და მირიანის გაქრისტიანება უნდა მომხდარიყო 78 წელს, ან მის მახლობლად. შემდგომ ინცეჭუ შეიტანა ამ დათარიღებაში გახლდათ ივანე ჯავახიშვილი. ბატონ ივანეც ამ შემთხვევაში სრულიად ლოგიკური იყო. ის ამოდიოდა იმ ფაქტიდან, რომ თვითონ კონსტანტინე დიდი, ვინც მილანის ედიქტი დაუშვა, თვითონ კონსტანტინემ მხოლოდ გარდაცვალების წინ მოინათლა და 327 წელს და ამიტომ ბატონი და რახან ქართლის სამეფო ვასალურ დამოკიდებულებაში იყო რომის იმპერიასთან, ბატონ ივანე ვარაუდობდა, რომ სუზერენზე ადრე ვერანაირად ვერ მოინათლებოდა მირიანი, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ჯანყი იქნებოდა, ამიტომ მირიანიც დაახლოებით უნდა მონათულიყო 77 წლის მახლობლად, მას შემდეგ რაც მოინათლა კონსტანტინე. თქმა უნდა, ამასაც თავისი ლოგიკა აქვს. კიდევ უფრო გაახალგაზრდა ქართლის მოქცევის თარიღი ბატონმა კორნელი კეკელიძემ. ეხლა ბატონი კორნელი იყო უდიდესი მცოდნე ძველი ქართული ლიტერატურის და საერთოდ ქართული საეკლესიო მწერლობის, მე მგონი ასეთი ჩვენ დღესაც არ აყვავს. მაგრამ ბატონი კორნელი ამ შემთხვევაში გამოდიოდა მზის დაბნელების ფაქტიდან. როგორც მოგახსენებათ, მზის დაბნელებას ორმაგი ახსნა აქვს. მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის ბუნებრივი მოვლენა, ესე იგი მზის ფიზიკური დაბნელება, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის უკვე ღვთაებრივი მოვლენა, რაც თქვათ, არაერთ სხვა ხალხში გვაქვს დადასტურებული, ხო, იგი არა მაქვს თქვათ მზის დაბნელება, არა თქვათ თვალთახილვა და ასე შემდეგ. ბატონი კორნელი ამ შემთხვევაში ეცადა აი ამ პირველი გაგებიდან ბუნებრივი დაბნელებიდან ამოსულიყო და ის ასტრონომიული ლიტერატურა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა და აძლევდა საშუალებას გამოენგარიშებინა თარიღი, ბატონი კორნელი ფიქრობდა, რომ ეს 350-იან წლებში უნდა მომხდარიყო ეს ამბავი. სხვათა შორის ჩვენი დღევანდელი ასტრონომებიც დაინტერესდნენ ამ მოვლენით და ცხადებს ესე იგი ფიზიკური თვალსაზრისით მიუდგნენ და სხვათა შორის მათ ძალიან საინტერესო ფაქტი დაადასტურეს, რომ სწორედ 318 წელს აი თხოთის მთაზე მდგარ ადამიანს, სადაც ესე იგი მირიანი იმყოფებოდა, შეეძლო ეხილა მზის სრული დაბნელება. და ის სწორედ ესე იგი ჩვენ ასტრონომებმა წამოუყენეს მოსაზრება, რომ მირიანმა სწორედ ეს მზის სრული დაბნელება იხილა, როდესაც თხოთის მთაზე ნადირობდა. ერთ მხრივ ძალიან ესეთი მომხიბვლელი პერსპექტივა ჩნდება, რომ ეს ვახუშტის თარიღი დაუკავშიროთ ჩვენი ასტრონომების მიერ მოცემულ თარიღს და გაქნისდება ვივარაუდოთ 318 წელს, მით უმეტეს რომ ჩვენ სოყოთის ატოყას ვეჯიბრები ჩვენ მეზობელს ვამხებ, სადაც სად უფრო მალე, სად უფრო ადრე გამოცხადა ქრისტიანობა, ხო და რაღაცნაირად ან მიუახლოვ ან დავწევდით ან გადაგვესწრო ჩვენი მეზობლებისათვის, თუმცა ასე დათარიღებას ეწინააღმდეგება ის ფაქტი, ისტორიული ფაქტი, რომ როდესაც 325 წელს ნიკიაში ჩატარდა პირველი მსოფლიო კრება და იქ ყველა ქრისტიანი მღვდელმთავარი იღებდა მონაწილეობას ამ კრებაში, სხვათა შორის ჩვენი მეზობელი სომხები, წმინდა გრიგოლ გამონათლების ვაჟი არისტაკესი იღებდა მონაწილეობას ამ კრებაში, იქ არც დამსწრეთა და არც ხელმომწერთა შორის იქ ქართლის ანუ იბერიის მღვდელმთავარი არ ჩანს. ამიტომ ჩდება ვარაუდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო 325 წლის შემდეგ. და რომ ეს შეიძლება სწორედ ასე ყოფილიყო, ამაზე მინიშნება გვაქვს სწორედ ნინოს ცხოვრებაში და ყველა რედაქცია ერთხმად გვეუბნება, რომ წმინდა ნინოს მიერ ჯვრის აღმართვა მოხდა 1 მაისს. ეს ჯვრის აღმართვა მოგეხსენებათ არის ზატიკის დღესასწაული, ადგომიდან მესამე კვირას და როდესაც შეისწავლეს ძველი საეკლესიო კალენდრები და მათ შორის ერთ-ერთი უძველესი იოანე ზოსიმეს კალენდარი მე-10 საუკუნის, იქ აღმოჩნდა, რომ 1 მაისს ზატიკი სწორედ მოდიოდა 326 წელს. სწორედ აი ამის გამო როგორც ჩვენ მეცნიერებაში, ისევე ეკლესიაში უკვე მოიკიდა ფეხი აზრმა იმის შესახებ, რომ გაქრისტიანების წლად ჩვენ უნდა მივიღოთ სწორედ 326 წელი, როგორც ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად. ეხლა წმინდა ნინოს სახელთან რამდენიმე
სიწმინდე არის დაკავშირებული და ყველა მათგანს აქვს თავისი ისტორია. ნუ ყველაზე დიდი სიწმინდე ეს მოგეხსენებათ არის ნინო ჟვარი, მოგეხსენებათ ეს იყო ვაზისგან გაკეთებული ჯვარი, ვაზი ღვთისმშობლის სიმბოლო არის, კიდევ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ხო საგალობელი შეხარბენახი, რომელიც თორედ ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი. ეს ჯვარი ერთი პერიოდი მცხეთაში ინახებოდა, თუმცა შემდგომ, როდესაც საქართველოს გარშემორტყმული აღმოჩნდა მაჰმადიანური სამყაროთი და გახშირდა შემოტევები, იმისათვის რომ ეს დიდი სიწმინდე დაცული ყოფილიყო ეს მტრებისაგან, მოხდა მისი გადატანა ყაზბეგთან გერგეტის სამებაში. ნუ ერთ-ერთი პირველი ცნობა ამის შესახებ ჩვენ გვხვდება ეგრეთ წოდებული მცხეთის სითარხის გუჯარში, რომელიც მე-16 საუკუნეში სვიმონ მეფის მიერ არის გაცემული, რომ აი გერგეტის სამეფოში სწორედაც ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა რომანოზმა, რომელიც წარმოშობით იყო არაგვის ერისთავთა სახლიდან იყო და გვიან უკვე დაიწყო ამ ჩვენი დიდებულების სამეფო კარის და დიდებულების თუ საეკლესიო მოღვაწეების რუსეთში გადასვლა. აი სწორედ ეს რომანოზის თორსა წაბრძანდა რუსეთში და მთავარი გზა ცხადია დარგალზე გადიოდა. მან შეიარა გერგეტის სამეფოშიც, იქ აიღო ეს ნინოს ჯვარი და გაიტანა რუსეთში. გარკვეული დროის შემდეგ მან ეს ჯვარი მიართვა ასევე ემიგრაციაში გადასულ ვახტანგ მე-6-ის სახლობას მიართვა ეს ძღვნად და დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ვახტანგ მე-6-ის, ანუ ქართლის ბაგრატიონების ემიგრაციაში მყოფ სახლებობაში ინახებოდა ეს დიდი სიწმინდე. ნუ თქვენ მე ძალიან კარგად მოგეხსენებათ ისტორიიდან, რომ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ქართლში და მე უკვე ქართკახეთის გაერთიანებულ სამეფოში კახელი ბაგრატიონები გამეფდნენ თეიმურაზი, მისი შვილი ერეკლე მეორე და გიორგი მე-12. ეხლა მოგეხსენებათ ეს დავით გურამიშვილის ხო ქართველების აღმახნული კახელებმა თუ კახელების აღმახნული ქართველებმა დაღმა ფარცხესო ეს გამუდმებული ქიშპი ერთმანეთში და ეს ქართლის ბაგრატიონები არაფრის დიდებით არ ცნობდნენ კახელი ბაგრატიონების კანონიერ უფლებას ქართლის ტახტზე მათ ესეთი დაცინვი და მედუდურად კახალ ბატონებს ეძახდნენ და არავითარ შემთხვევაში მეფეებად არ მოიხსენებდნენ და სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ რომ ეს დიდი სიწმინდე კახბატონებისთვის დაებრუნებინათ. ნუ საქმე აქამდე მივიდა, ბოლოს გიორგი მე-12 სპეციალური წერილის გაუგზავნა და დაემუქრა, რომ მოიწვევდა საეკლესიო კრებას და საეკლესიო კრების ძალით აიძულებდა ჯვრის დაბრუნებას. მართალია ქართლის ბაგრატიონები ცოტა შეფუძხუნდნენ, მაგრამ მათ სულ სხვანაირად გადაწყვიტეს და ეს ჯვარი რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე I-ს მიართვეს საჩუქრად. იმის მაგალითად რომ თქვა საქართველოში დაებრუნებინათ. მაგრამ ალექსანდრე I უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა ვიდრე ეს ქართლის ბაგრატიონები, რუსეთში გადახვეწილი ჩვენი ემიგრანტები. უკვე ქართკახეთი რუსეთს შეერთებული ჰქონდა ალექსანდრე I-ის რესკრიპტით და თქვენ გახსოვთ ეს საკმაოდ უხეში ფორმებით მოხდა, იარაღის ძალით მოხდა ქართკახეთის თავადაზნაურობის და სამღვდელოების დაფიცება სიონის ტაძარში. და იმისათვის რომ რამდენად გაეკარწყლებინა ეს მძიმე შთაბეჭდილებები, ალექსანდრე II-მ გადაწყვიტა თავისი თავი წარმოიჩინა როგორც ქართული ხალხის დიდი მეგობარი და ქართული ეკლესიის მფარველი და აი დიდი ზარზემით ჩვენთან შემოაბრძანა სწორედ დიდი ზარზემით გამოგზავნა ჩვენთან წმინდა ნინოს ჯვარი და მართლა დიდი ზემით მოხდა მისი დაბრუნება და დღეს საბედნიეროდ ისევე მისი კანონიერი მესაკუთრის საქართველოს ეკლესიის და ქართული ხალხის ხალთარიას ჯვარი და ინახება თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში. სხვა ჯვრებიდან სამწუხაროდ დაკარგულია ის ჯვარი, რომელიც უჯარმაში იყო აღმართული. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მოგეხსენებათ ძალიან პოპულარული იყო ჩვენთან ეგრეთ წოდებული ანტირელიგიური მოძრაობა. ამ ანტირელიგიური მოძრაობის დროს ჯვარი ერთი პერიოდი ახმეტაში გადაეტანეს, ხოლო შემდეგ ასევე უკვალოდ გაქრა. ჩვენი საისტორიო წყაროები და ეპიგრაფიკული ძეგლები ცნობილია კიდევ ერთი სიწმინდე, რომელიც წმინდა ნინოს სახელთან იყო დაკავშირებული, ეს წმინდა ნინოს მარჯვენა. ერთ-ერთი წარწერა, რომელიც ჯავახეთში აღმოჩნდა, სამსარის წარწერა,
რომელიც მე-10 საუკუნით არის დათარიღებული, ეს წარწერა გვამსწრობს იმის შესახებ, რომ წმინდა ნინოს მარჯვენა ინახებოდა მცხეთის ჯვრის მონასტერში, მაგრამ სარკინოსთა, ანუ ესე როგორც არაბებს ეძახდნენ ამ სახალიფოში მყოფ სხვა ჯვრის ხალხს ჩვენი წინაპრები, აი ამ სარკინოზის შემოსევების დროს მათ გაიტაცეს ეს მარჯვენა, წმინდა ნინოს მარჯვენა ეს სიწმინდე და სამწუხაროდ ეს სიწმინდეც დღეს ჩვენთვის დაკარგულია. დასასრულს მინდა მოგახსენოთ, რომ აი ეს დიდი მზადება, რაც არის ქრისტიანობის აღსანიშნავად, 1700 წლის აღსანიშნავად, არის სრულიად ლეგიტიმური. ლეგიტიმურია იმის გამო, რომ პირველი ჩვენ ვართ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანიერი, მეორე ჩვენ ვართ ქრისტიანიერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მეობა, ჩვენი თვითმყოფადობა, ან როგორც დღეს არის მოდაში იდენტობა, სწორედაც რომ ქრისტიანობაზე არის დაფუძნებული. სწორედ ქრისტიანობის აი ამ და რაც ნიშნავს, სწორედ ქრისტიანობის დროს შეიქმნა თუ ან გავრცელდა ქართული დამწერლობა, შეიქმნა სრულიად უნიკალური ლიტერატურული ძეგლები და სხვათა შორის მე-20 საუკუნეში საბჭოთა პერიოდში ყველა დიდი ნაწარმოები გაჟღენთილია სწორედაც რომ ქრისტიანული მორალით. ესე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ეს ფესვები არადოს და ეს ტრადიცია არადოს არ ყოფილა გამწყდარი. არქიტექტურა და პირველ რიგში საეკლესიო არქიტექტურის ნიმუშები, კედლის მხატვრობა, ოქროჭერობა და სხვა და სხვა. ეხლა ჩვენ რო ავიღოთ ეს ყველაფერი საერთო ქრისტიანულ ან უпростоრეთ აღმოსავლურ ქრისტიანულ კულტურის კონტექსტში, ან როგორც დღეს ამბობენ, უფრო ზოგადად ბიზანტიური კულტურის კონტექსტში, ერთი მხრივ ეს თითქოს ერთი განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის სრულიად უნიკალური, სრულიად განუმეორებელი, რომელსაც არანაირი პარალელი არ მოეძებნება არც მაღალგანვითარებულ ბიზანტიაში, არც ასევე უძველეს ქრისტიანულ ქვეყნებში, როგორც იყო ან სირიელები, ან კიდევ ჩვენი მეზობელი სომხები. ასევე ქრისტიანობამ განსაზღვრა ჩვენი განვითარების გზაც, ხო? ნუ დღეს გარკვეულ პათეტიკად არის ხო ქცეული ჩვენ ევროპულ ოჯახში დაბრუნება, თუმცა ამას თავისი ესე ქრისტიანობის გადმოსახედიდან მართლაც თავისი რეალური საფუძველი გააჩნია. იმ მომენტისათვის, როდესაც ჩვენში წმინდა ნინო შემობრძანდებოდა, საგარეო პოლიტიკური ვითარება ასეთი იყო, ერთი მხრივ იყო უზარმაზარი რომის იმპერია, კასმომდგარი, სადაც უკვე 313 წლიდან დაშვებული იყო ქრისტიანული რელიგია, ხოლო მეორე მხრივ ეს იყო მაზდეანური, ანუ ცელთაყოლისმცემლური ირანი. რომის იმპერიის ჯარისკაცებს ასად თავისი מחვილით არ შემოჰქონდათ ახალი რელიგია, ეს ფაქტია. განსხვავებით სპარსელებისაგან, რომლებიც სწორედაც ცეცხლითა და מחვილით ავრცელებდნენ და ნერგავდნენ თავის არწმუნოებას, ცელთაყოლისმცემლობას. ჩვენამდე შემორჩენილია ძალიან საინტერესო წარწერა მეფე შაბურის და მისი მთავარი მოგვის, რომელიც მე-3 საუკუნით თარიღდება და ისტორიით იქ არის ნათქვამი, რომ თავისი ცხენის ფლოქვებით გადაუარეს ამად ამ ქვეყნებს და ჩამოთვლია მთელი რიგი ქვეყნები, მათ შორის კაპადოკია, სომხეთი, ქართლი, ალბანეთი, ვიდრე ალანთა კარამდე. ნუ ალანთა კარს სპარსელები დღევანდელ დარელს ეძახდნენ, ანუ და დიდი სიამაყით აღნიშნავენ, რომ ჩვენ ყველგან არა მარტო ცხენის ფლოქვებით გადავვრეთ, არამედ ცეცხლის საგზებლებით ჩვენ იქ დავანთეთო. ასე რომ ასეთი ალტერნატივა იდგა იმ დროს არა მარტო ხელისუფლების, არამედ შეიძლება იდგას ითქვას მთელი ერის წინაშე, თუ რომელ ცივილიზაციურ არჩევანს გაკეთებდა, იქნებოდა ეს ბერძნულ-რომაული, ანუ დასავლური, რომელიც ჩვენგან დასავლეთით იყო, თუ იქნებოდა ეს აღმოსავლური სპარსული, ასე რომ ჩვენ და საბედნიეროდ არჩევანი სწორედაც რომ გაკეთდა ბერძნულ-რომაულ ღირებულებებზე და სწორედაც ეს ღირებულებები, ეს არის უთავრესი ღირებულება, რომელიც გვაკავშირებს თქვათ ევროპასთან და რომელსაც ჭირდება გაფრთხილება და მოვლა. და ბოლოს რო შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ მოვლენას არ ქონია ისეთი დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც იყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რომელსაც პრაქტიკულად განსაზღვრა მთელი ჩვენი შემდგომი ისტორია. უკაცრავად ამავწლა მეთქვა, რომ წმინდა ნინო არის ძალიან დიდი წმინდანი, არა მარტო ჩვენთვის, ან თუნდაც მართლმადიდებლებისათვის, მას თაყვანს კათოლიკები, მათ კალენდრებში მოიხსნება როგორც წმინდა ქალწული, რომელმაც შორეული იბერები განანათლა. გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სქიზმა 1054 წელს მოხდა და მანამდე, ესე იგი ჩვენ წმინდანებს კათოლიკები ემენ პატივს, სომხები მოიხსენებენ მას როგორც წმინდა ნუნეს, იმიტომ ეს მე-7 საუკუნის დასაწყისში კი მოხდა დიდი განხეთქილება, თუმცა საბოლოოდ სომხები მონოფიზიტობას ან
როგორც დღეს მეაფიზიტობას ეძახენ, ისინი 728 წელს მიეცნენ და ასე რომ ისინი თავყავსებენ ჩვენ წმინდანებს, ისე როგორც ჩვენ თქვათ თავყავსებთ სომეხთა განმანათლებელ წმინდა გრიგოლ პართელს. თუნდაც რიფსიმეს და გაიანეს ხომ და კოპტები, ანუ ქრისტიანი ეგვიპტელები მას მოიხსენებენ როგორც თეოგნოსტას, ანუ ღვთისგან შემეცნებულს. აი ეს იყო სულ რაც მინდოდა თქვენს გამომეცა და თუ კი გექნებათ კითხვები, სიამოვნებით ვეცდები უპასუხო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ბატონ გიორგის ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი მოცულობის პერიოდის გარშემო ძალიან ლაკონური და უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მოწოდებისათვის მე მინდა აუდიტორიას გთხოვოთ თუ გექნებათ რაიმე შეკითხვა დაგვისვათ ოღონდ ერთი პირობით ეს ჩვენი შეხვედრები დისტანციურადაც გადაიცემა და იწერება ასე იგი და ინახება YouTube-ზე ასე რომ ის ლექციები რომლებიც ადრე ჩატარდა მე მინდა გითხრათ რომ მაისის ბოლოდან დაიწყო ეს ლექციები თბილისსა და ეპარქიებში საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში და ეს ყველაფერი ჩაწერილია და ასევე ქრონოლოგია ქრისტიანობამდელი ისტორია საქართველოსი და აი ქრისტიანობელი პერიოდიც ესეთი ჩაწერილია ეს ყველაფერი და თქვენ შეგიძლიათ ეს თვალი გაადევნოთ ამ ისტორიებს. ამიტომ მიკროფონში უნდა ვითქვას რომ ეს ყველაფერი იწერება და ისე არ დაფიქსირდება ჩვენს ასე ვთქვათ მასალაში. ხომ არ გექნებათ ვინმეს რამე შეკითხვა ამ თემებთან დაკავშირებით რაც მოვისმინეთ? ერთი წუთით. მამა გახარბილი ვარ და ზადენის გორა რო აქცენტ აბოსტუმანთა რა. ეხლა მოხდა მე როგორც გათხრები და როგორც უფლის ვარძის სტილის რაღაცა ესე გამონა ყვაბულები და რაღაცები ნახეს. ეს შეიძლება ამას რამე თქვათ. ზადენის გორაზე აბასტუმანთა კი. ხა ბოლო გათხრების შესახებ თქვათ ვერაფერს მოგასწავთ, იმიტომ ინფორმაცია რა მაქვს, მაგრამ იქ რო თავის დროზე დადასტურებული იყო საკულტო ხასიათის არტეფაქტები, ფაქტია და ასევე რაც ნიშნავს იმ ისეთი ჩასვლა მოხდა ქვევი და არის გვირაბები და მთელი რაღაც ნაგებობები. ის არც ეს არის გასაკვირი, იმიტომ რომ ეს დარნები ძალიან დამახასიათებელია სამცხე-ჯავახეთისთვის, იმიტომ რომ განუწყვეტელი შემოსევების და ოსმალების შემოსევების შედეგად სწორედ ამ დარნებში იმალებოდა მოსახლეობა და ეგეთი დარნები არაერთი არის ამ ხალხში. საკმაოდ აი ვარძის დონის ის არის აღმოჩენილი. ხა ვარდიას სამთ ალბათ ვერ იქნებოდა, იმიტომ ეს თვითონ ერთი თემთხე, მაგრამ ეგეთი საკმაოდ კი ღრმად ჩასული დარნები არაერთი არის სამწუხაროდ ეს მეტყოლებს იმ აუბედის ცხოვრებაზე, რაც ქართველებს ჰქონდათ გვიან პერიოდში. შემოსევების დროს არა ესე მთელი სოფელი იმალებოდა მიწის ქვეშ. რა საშუალებაც ჰქონდათ ისე იმალებოდნენ. ასე რომ არ არის ეგ გასაკვირი. თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება იყო. კი, ესე იყო დინი. მოგესალმებით ყველას, ილოცავთ დღევანდელ წანისობას. დიდება ჩვენს გმირებს, რომლებმაც აი ეს დღეები მოგიტანეს. მე რამდენიმე შეკითხვა გამიჩნდა, მაპატიეთ რომ ცოტა გვიან შემოვედი ბატონ გიორგი, ყველას ბოდიშს გიხდით. ბატონ გიორგი, თქვენ ახსენეთ, გეთაყვა მე ზუსტად მაგ დროს შემოვედი დარბაზში, როდესაც თქვენ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძანდებოდეთ გეთაყვა. რა, ბრძანდებოდა? მზის დაბნელება იყო საქართველოშიო და ითხოვთ ის მთაზეო ეს ცნობილი ლეგენდა რომ ვიცით წმინდა მეფე მირიანის შესახებ. მე მასოს რამდენიმე წლის უკან საპატრიარქოს ჰქონდა არაჩვეულებრივი გადაცემა ამასთან დაკავშირებით, როდესაც მეცნიერებს თხოვეს რომ გამოეკვლიათ ემთხვეოდა თუ არა
მიწისძვრა იმ პერიოდში, როდესაც მეფემ ნამდვილად იმყოფებოდა იქ სანადიროდ. და მე მახსოვს ძალიან საინტერესო დასკვნა დაიდო, რომ მე მომიტევოს ქრისტიანულმა საზოგადოებამ, მე შეიძლება დღეს როგორც ისტორიკოსი და მეცნიერი ცოტა სხვანაირად უყურებ ამ საკითხს, ოღონდ არ ჩამითვალოთ ეს მკრეხელობაში და რაღაც ისეთ არგუმენტად. რატომ ვამბობ ასე? მახსოვს რომ აი იქ ასეთი დასკვნა გამოაცხადეს უფრო სწორად, რომ მიწისძვრა კი იყო, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში არა, უბრალოდ მეფე მირიანს გონება დაუბნელდა და ჯარისკაცები კი ხედავდნენ, მაგრამ ვერ შველოდნენ მასო. ნუ არ ვიცი ახლა ეს რამდენად სწორი იყო ეს არგუმენტი, მაგრამ კატეგორიულად გაუსვეს ხაზი, რომ ეს არ იყო ნამდვილი მზის დავნილება. მას თვალ და გონება დაუბნელდა, იმიტომ რომ ის არ მას შესთხოვდა და აი ამის გამო იყო ის შერისხულიო. ეს ერთი. ეხლა მეორე, თქვენ ახსენებდით, რომ 326 წელი უფრო მისაღებია, ვიდრე დაუშვათ იქ სხვა თარიღი. ეხლა ჩვენს მეზობელ სომხებს ეხლა ბოდიშსუხტის საზოგადოებას არასოდეს არ მქონია პირიქით ბუნებით ინტერნაციონალისტი ვარ და არ მინდა ვინმე მფიქროს, რომ სიძულვილი მაქვს იმ ადამიანების იმ ერის მიმართ, მაგრამ ეხლა ყველაფერს რო იჩემებენ, ეს არახალია ძველია და ვიცით ეხლა ამის შესახებ აღარ ვისაუბრებ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ქართლის ცხოვრებაშიც და თვითონ მოქცევა ქართლის საიშიც, წმინდა ნინოს ცხოვრებაც, აი მამაოები და მეთანხმები უფრო მეტი იციან ჩემზე ამ საკითხზე, საუბარია იმაზე, რომ 325 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა, კონსტანტინე პირველს, ახლა ზუსტად ესე შეიძლება არ წერია იქ, მაგრამ მიწვეული იყო ასე ვთქვათ, ეხლა მაშინ ერთიანი საქართველო არ იყო, მაგრამ წარმომადგენელი იყო სტრატოფილოსი, რომელიც წარმოშობით ბერძენი იყო. ეხლა მაშინ თუ კი ჩაითვალა ასე, რომ ის როგორც იბერიის წარმომადგენელი იყო, რატომ ვამბობთ, რომ სომხების იყო და ქართველების არა? შეიძლება სწორად ვერ გავიგეთ თქვენი ნათქვამი, თითქოს იბერია არ ახსენეთ, რომ არ იყო, ხომ? რაღაც ასეთი რამ შეიძლება მომესმა მომიტევეთ, მაგრამ ისტორიულ ლიტერატურაშიც და რელიგიურადაც მე მგონი მეუფე ანანიაც ამბობს შაფარიძე, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. და კიდევ, რაც შეეხება უშუალოდ 326 წელს, 326 წელი არ მიმაჩნია მე ოფიციალურ იმად მე მომიტევეთ, კი არ გედავებით და ვინმეს კი არ ვასწავლე ხალხო, უბრალოდ როგორც ისტორიკოსი ვამბობ, რომ თუ კი პირველ საუკუნეში 6 მოციქულე ქრისტესი შემოვიდა და იმის შემდეგ ჩვენ ქრისტიანული თემები გვქონდა. შეიძლება ოფიციალურად არა, მაგრამ რამდენადაც ცნობილია მე-4 საუკუნის 20-იან წლებამდე ნამდვილად იყო აი ეს რელიგია ჩვენ გვქონდა და შემდეგ ოფიციალურად უბრალოდ გვიან გამოაცხადა მეფე მირიანმა და ეს ხო არ გვაძლევს იმის არგუმენტს, რომ ნამდვილად ასე იყო. უფრო წინ იყო, ვიდრე დაუშვათ სხვა ქვეყნები. ხომ? არა, სხვა ქვეყნები კავკასიას გულისხმობ, თორე არმენები რომ ნამდვილი კავკასიელები არიან, ეს დიდი ხანია ვიცით და იმის გამო რომ ვიღაცას ჩვენ და მით უმეტეს წინა საუკუნეში დაწყებული საბჭოთა ისტორიოგრაფიამ გითხრა რომ აი თურმე სხვა უფრო წინ იყო და ჩვენ რადგან ვიღაცისთვის ანგარიში უნდა გაგვეწიათ ცოტა უფრო უკანა პლანზე გადავედით ჯავახიშვილს მაგალითად ასეთი გამოკვლევაც კი ქონდა რომ 337 წელი იყო თურმე რომელიც საერთოდ აბსურდული გამოვიდა ამ ჩვენი საქართველოს ისტორიის მამის შეცდომა იყო ეს ღმერთო მაგრამ აი ხლა მე რა კითხვა გამიჩნდა თქვენ თვლით თუ არა აი ხლა მე რაც ჩამოვთვალე ესენი მომიტევეთ რომ ძალიან გამიგრძელდა სწორია თუ არა ეს არგუმენტები თუ უბრალოდ ეს ყველაფერი ამოხებულია და ვიღაცას აწყობს რომ ის შეცდომით იყოს მოცემული და ჩვენ ცოტა უკანა პლანზე გადავიდეთ მადლობთ ვეცდები გიპასუხოთ ახლა პირველ რიგში ვიღაცას აწყობს თუ არ აწყობს ავწი მე მგონი ასე არ უნდა იყოს იმიტომ რომ სომხეთი რომელიც ჩვენი მეზობელი იყო იმ პერიოდში უნდა მოგახსენოთ რომ ახლა სამწუხაროდ რუკა არ აქვს გაცილებით დიდი სახელმწიფო იყო ვიდრე ან ქართლი ან კოლხეთი ან ჩვენი მეზობელი ალბანეთი შეიძლება უფრო დიდიც კი ვიდრე სამივე ერთად აღებული
და ის არ ყოფილა ესეთი მცირე, როგორც არის დღეს დღევანდელი სომხეთის რესპუბლიკა, დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთი საკმაოდ დიდი ნაწილი აღმოსავლეთისა სომხეთის საზღვრებში შედიოდა და თუ აქედან გამომდინარე თქვენ შეხედავთ რუკას, მაშინ დაინახავთ, რომ დიდი სომხეთი, როგორც მაშინ მას ეძახდნენ, გაცილებით ახლოს იყო გეოგრაფიულად იმ ცენტრებთან, იქნებოდა ეს წმინდა მიწა თუ დასავლეთიდან კაპადოკია, სადაც უზურპად ქრისტიანული კერები იყო, საიდანაც შემოდიოდა პირველი ქრისტიანული იმპულსები, ასე რომ ის გარემოება, რომ შეიძლებოდა სომხეთში უფრო ადრე გაჩენილიყო ქრისტიანული თემები ვიდრე ჩვენთან, ამაში გასაკვირია არის, სხვათა შორის სომხური ტრადიციაც ამბობს და რომ მათაც თადეუს მოციქულმა იქადაგა პირველ საუკუნეში, მაშინ ეს ტრადიცია უნდა დავაყენოთ ეჭქვეშ, იმიტომ რომ გეოგრაფიული თვალსაზრისით არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ჯერ და თუ გახსოვთ წმინდანინო ჩვენთან სომხეთის გავლით შემოდის, ხო? როდესაც ეს მოდის რიფსიან ქალწულებთან ერთად, ჯერ სომხეთში მოდიან და უკვე სომხეთის დედაქალაქიდან შემოდიან საქართველოში. ასე რომ ეხლა რაც შეეხება სომხეთის გაქრისტიანებას, სომხურ ეკლესიას 301 წელს ამბობს, თუმცა მეცნიერები უფრო 314 წელს ამბობენ, იმიტომ რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ მილანის ედიქტამდე სადმე სახელმწიფო რელიგიად ყოფილიყო გამოცხადებული ქრისტიანობა, ხო? ამიტომ ეს არ ამარდაღუშვა, ნებადართულად რა გახდა ცხადია, მით უმეტეს ის ქვეყნები, რომელიც პოლიტიკურად აბსოლუტურად მასზე იყვნენ დამოკიდებული, თუნდაც იმიტომ, რომ ირანის ხახაში არ ჩავარდნილი იყვნენ, ცხადია, უფრო ადრე ვერ გამოაცხადებდნენ და ვერ წავიდოდნენ რომის იმპერატორის წინააღმდეგ. ეხლა რაც შეეხება სტრატოპილეს, ხო სტრატოპილე როგორც მოგესალმებით იყო პიტიუნტის ეპისკოპოსი და ის რომ ესწრებოდა ნიკეს სოფლიო კრებას, ეს დადასტურებულია ყველა აქტით, გინდა კოპტურ ენაზე, გინდა სირიულ, გინდა სომხურ, თვითონ ლათინურენურაც კი არსებობს ჩვენამდე შემორჩენილი ნიკეს ხტომის კრებები, ყველა აქტში იხსენიება პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე. თუმცა მეორე საკითხი არის, იყო თუ არა გაერთიანებული, ხო თქვათ, მართალია არსებობს მეუფე ანანიას მოსაზრება და საკმაოდ არგუმენტირებული, თუმცა თქვათ არსებობს მეორე თვალსაზრისით, რომელიც ბატონ ივანე ჯავახიშვილის გამომდინარეობს, რომ არ ყოფილა საქართველოს ერთიანი ეკლესია. თქვათ ის გარემოებაც არის გასათვალისწინებელი, რომ ჩვენი ძველი საისტორიო წყაროების თანახმად, იგივე ნინოს ცხოვრების თანახმად, პირველი ქრისტიანული თემები სწორედ მცხეთაშია და სწორედ მცხეთაში არსდება პირველი საღმრთო კათედრები მცხეთაში არსდება და არა თქვათ შორეულ ბიჭვინთაში, ხო? იმიტომ რომ მაშინ უნდა ახსნათ რატომ არის ბიჭვინთის მღვდელმთავარი და მაშინ ეჭქვეშ უნდა დავაყენოთ ქართული წყაროების ცნობა, რომ მცხეთ არის ჩვენი უპირველესი საეკლესიო ცენტრი. თუმცა არაფერი შეუძლებელი არ არის, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ და ძალიან კარგი რომ ბრძანეთ, რომ არ ვეთანხმებ, იმიტომ რომ ჩვენი საისტორიო მეცნიერება ამით განსხვავდება ზუსტი მეცნიერებებისაგან, რომ ჩვენი ცოდნა არის ჰიპოთეტური, არაფერია თქვათ, ესე იგი დაანამდვილებით ჩვენ მტკიცება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენი მამების მომსწრე არ ვიყავი და ჩვენ მხოლოდ წერილობითი წყაროებით ვიცით რაც ხდებოდა. თუ გაგვიმართლა ბედმა ზოგიერთი წყარო არის იმ ვითარების თანამედროვე, ან კიდევ რამდენიმე საუკუნით გვიან დაწერილი, ხო? ამდენად ეს ჩვენი ცოდნა არის ჰიპოთეტური და თუ კი შეიძლება აღმოჩნდეს უამრავი ახალი მასალა, იგივე არქეოლოგიური მასალა, ან თქვათ იგივე ახალი ხელნაწერი, იმიტომ თქვათ იცით რომ ძალიან აქტიურად შრომობენ ჩვენი მეცნიერები იგივე სინას მთაზე, თუ ეხლა ათონის ივერთა მონასტერში დასულ ხელნაწერთა კოლექციებზე, ხო იგივე ამას წინებზე სულ რამდენიმე წლის წინ რომის პაპაც გახსნა, ხო, ვატიკანმა გახსნა თავისი არქივები და იქ თავისი კვლევრები დაუშვა და იქაც საინტერესო მასალებია დაცული, ასე რომ შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთი წერილობითი წყარო ან არქეოლოგიის გათხრების შედეგად ისეთი ნივთები ან ძეგლები აღმოჩნდეს, რომელმაც სულ თავდაყირა დააყენოს ჩვენი ცოდნა და ახალი ფაქტები წარმოაჩინოს, სულ ახლებურად დავინახოთ ქართლის მოქცევის, არა მარტო ქართლის მოქცევის ისტორია, არამედ სხვა ისტორიული ფაქტები, რომელიც მგონია რომ ძალიან კარგად ვიცით. Omar არის კიდე შეკითხვა?
რაიმე მოსაზრება ხომ არ გნებავთ რომ გამოთქვათ აი თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით აი როგორ განვითარდა ჩვენი ქრისტიანული ისტორია აი ბატონმა გიორგიმ არის მსურველი აი მიაწოდეთ მიკროფონი გამარჯობათ, მადლობა ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო ლექცია იყო ნამდვილად. დამოწეთ მეუფეო. პროფესიით ვარ პროგრამისტი და ზოგადად ასეთ თემებს როცა ვისმენ ხოლმე და როცა საინტერესო ადამიანებთან ვესწრები ხოლმე ლექციას, მაინტერესებს ამ კვლევებში რა ტექნოლოგიებს იყენებენ ხოლმე, თუნდაც აი ამ მასალების, ამ ინფორმაციის მოძიება დამუშავებაში და პლუს ვინაიდან ესე გადაეჭვაჭვა ჩვენს ცხოვრებას უკვე ხელოვნური ინტელექტის და ამდენი ტექნოლოგია სოციალურ ქსელი წამოვიდა, რა გავლენა ექნება, ან რა პერსპექტივა ექნება ხელოვნურ ინტელექტს ამ სფეროში, კონკრეტულად ისტორიაში და ისტორიის კვლევაში. ხელოვნური ინტელექტზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ მეცნიერებაში მაინც და მაინც ახალი ტექნოლოგიები დიდად დანერგილი არ არის. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს იყენებს, ეს გახლავთ არქეოლოგია, იმიტომ რომ თქვათ არქეოლოგიური გათხრების და კვლევაძიების მეთოდები ამ ბოლო 100 წლის განმავლობაში ძალიან წინ წავიდა და განსხვავდება იმისაგან, რაც ტრადიციულად იყო მიღებული, იმიტომ რომ ყველაფერი დათარიღება ხდება და შესწავლა ლაბორატორიულად, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩვენ ქვეყანას ეს შესაძლებლობები არ აქვს ლაბორატორიული კვლევაძიების და ეს ყველაფერი ხდება უცხოეთის რომელიმე წამყვან ცენტრში. ხო თქვათ იგივე ძლოვარი მასალა თუ აღმოჩნდება ხდება იმის განსაზღვრებით არა ნუ ხა ცხოველის იყო თუ ადამიანის დასაგებები, მაგრამ თქვათ რა დაავადებები ქონდა, თქვათ თუ ადამიანი რა საკვებებით შეიძლება ყოფილიყო ხო მას რა საკვები რამენი ყოფილიყო ხო მე ხდება კვლევაძიება როგორი მცენარეული საფარი უნდა ყოფილიყო, როგორი ცხოველური საფარი უნდა ყოფილიყო გარემოება, ანუ ამ მხრივ არქეოლოგია ძალიან წინ წავიდა. მაგრამ ესეც უფრო მეტად უცხოელი მკვლევრების ჩართულობით. მარტო ქართველ მკვლევრებს ამის ფუფუნების საშუალება სამწუხაროდ არ აქვთ, იმიტომ რომ ახლა აგიტაცია პროპაგანდაში არ მინდა გადამეზარდოს, მაგრამ სამწუხაროდ დამოუკიდებელ საქართველოში სახელმწიფო მეცნიერებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს და ერთ-ერთი ყველაზე უკანა პლანზე მდგომი დარგი სფერო არის სამწუხაროდ მეცნიერება. და ჩვენი სახელმწიფო არ დებს იმდენ თანხას რომ მეცნიერება განვითარდეს და რაღაცნაირად წამოეწიოს ჩვენ ევროპულ მეცნიერებას. ახლა ჩვენ თუ თავი მოგგვაქვს ივანე ჯავახიშვილი, გოგი ლოვთათიძე და სხვა ჩვენი დამაარსებლებით, ყველა მათ ჰქონდათ საოცარი განათლება, დიდი განათლება და ყველა მათგანი იდგა თანადროული ევროპული განათლების სიმაღლეზე და არაფრით არ ჩამოვარდებოდნენ. მაგრამ ჯერ საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ და შემდეგ უკვე ჩვენი დანგრეული სახელმწიფოებრობის გამო ვერანაირად ვერ მოხდა ჩვენში მეცნიერების გამოცოცხლება და დაწევა და საკუთრივ საისტორიო მეცნიერებასაც შეეხება, აქაც ძალიან მძიმედ შემოდის ახალი ტექნოლოგიები, ერთ-ერთი რაც ასე თუ ისე ფეხს იკიდებს არის გისი, მაგრამ ბოლომდედაც არ ხდება ამ გისის გამოყენება, იმიტომ რომ დიდმა ნაწილმა ისტორიკოსებისა არც იცის რა არის გისი, ან როგორ უნდა მისი მოხმარება. სამწუხაროდ ამ ხრივ ჩამოვჭებით. მადლობა. მაშინ მე თურნებას მომცემთ, მინდა რაღაც ჩემი მოსაზრება მოგახსენოთ. აქ ბატონმა გიორგიმ ახსენა, რომ ისტორია ჰიპოთეტურია და კიდევ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ვიცით მაგალითად გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება აღმოჩნდა 19 საუკუნის ბოლოს, ხო? ასე იყო, ხო? ბოლოს ნიკო მარის ექსპედიცია. ესე იგი, ამხელა საგანძური, ამხელა სულიერი სიმდიდრე დაკარგული იყო საუკუნეების მანძილზე. ეს არ იცოდა ილია ჭავჭავაძე მაგალითად. თავის ჯერ კიდევ ეს გვიან გაიგო, ხო? და აი არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ისეთი ისტორია გვაქვს,
ისეთი ძიმე ისტორია, რომ უამრავი რამ ჩვენ ხო ვიცით, სულ აი ხდებოდა განადგურება ჩვენი ტაძრების, სიწმინდეების, ბუნებრივი ხელნაწერების, ბიბლიოთეკების კიდე რაც გადარჩა, ესეც საოცრარია და ბევრი რამ არის უცხოეთში და ეხლა რაზეც საუბრობს ბატონი გიორგი, რომ მეცნიერებას ძალიან სერიოზული პირობები ჭირდება, ძალიან სერიოზული ბაზა ჭირდება მატერიალური. აი ხო მაგალითად უცხოურ ესე იგი ცენტრებში, ესე იგი საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში, მონასტრებში უამრავი ხელნაწერებია, უამრავი ისტორიული წყაროებია. ეხლა იყო ჩამოსული ერთი ქალბატონი სინასთიდან და ისო ამბობენ, რომ აი რომ ძალიან მზათავართო, რომ ქართველ მეცნიერებს დაუთმოთო აი ჩვენი ხელნაწერები, ვაჩვენოთ ყველაფერი და ვერ ხერხდება. ესე ამას დაფინანსება ჭირდება. ამას ესე იგი ძალიან დიდი ექსპედიციებია საჭირო. რაც არ არის ადვილი. და ნუ აი სამწუხაროდ ჯერ ესე ვთქვათ ის ისტორია რომ დაპყრობილი ვიყავით, გვინადგურდებოდა ეს ისტორია. კიდე რაც შემოგჩა ესეც საოცარია. ამიტომ მე არა ვარ ქალბატონის იდეას ხარს უჭერ, აქ რომელმაც ბრძანა, რომ ჩვენ შესაძლებელია რომ ყავდა მღვდელმთავრები, რასაკვირველია, რომლებიც არ იყვნენ ცნობილი, იმიტომ რომ ანდრია პირველ წელს საერთოდ ჩვენ ხო ვიცით რომ მოციქულები რო არსებდნენ თემებს დლებს აკურთხებდნენ, მაგრამ ეპისკოპოსებსაც აკურთხებდნენ. აბა როგორ შეიძლება მღვდელი აკურთხო და ეპისკოპოსი არ დაუდგინო? თან იმ დროს როცა ეს კომუნიკაციებით ასეთ მათთვის ესე იგი ქრისტიანობის პერიფერია იყო საქართველო, ხო ასეა? როგორ შეიძლება შეხვიდე ამ ღვთისმშობლის ესე იგი წარგზავნილი ხარ შენ და დაასხა ხელი მღვდელს და არ დაუდგინო ეპისკოპოსი. როგორ ეპისკოპოსის გარეშე მღვდელმა როგორ უნდა და როგორ შეიძლებოდა რომ ესე იგი ეპისკოპოსი ყოლოდათ თქვათ მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ ჩვენ ისტორიაში ეს არ შემორჩა. აი სტრატოფილეს თემა არსებობს და რასაკვირველია, იცით რა, ერთიანი ეკლესია, რომლის იურისდიქციაში შედის ყველა საეპისკოპოსო, ეს სხვა თემაა, მაგრამ მეორეა ცალკე საეპისკოპოსოები. ცალკე, აი რეგიონალურად. ძველად იყო, აი თუ გახსოვთ მასში გამოცხადებაში ესაო ანგელოსაო ეფესოს ეკლესიასა მიუწერეო 7 ეკლესიის შესახებ რო არის. რას ნიშნავს? ვინ არის ანგელოსი? განმარტებაში ანდრია გესერელი წერს, რომ ანგელოსი არის ესე იგი მღვდელმთავარი. მღვდელმთავარს ეწოდებოდა ადგილის ანგელოსი. ანუ ზედამხედველი. ეპისკოპოსი ზედამხედველს ნიშნავს და ადგილის ანგელოზი იყო მღვდელმთავარი. და ყველა ქალაქს თავისი მღვდელმთავარი ყავდა. ხო და ეს აუცილებლად ჩვენ გვეყოლებოდნენ მღვდელმთავრები, უბრალოდ შემონახულია ახლა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ პროცესები უფრო შემონახულია და შეიძლება ბევრი რამე ისიც არ არის შემონახული ზუსტად როგორ იყო ეს ასე რომ მე ვეთანხმები ქალბატონის ჰიპოთეზას რომ ჩვენ აუცილებლად გვეყოლებოდნენ მღვდელმთავრები საქართველოში. რაც შეეხება იმ აზრს რომელიც ძალიან მერიდება, მაგრამ მისი მოსაზრება იყო მე-10 საუკუნეში ეფრემ მცირესი, ხო? ეფრემ მცირესი რომ ესე იგი ჩვენი მეფეები არ აძლევდნენ საშუალებას ქრისტიანობის განვითარებას. მე პირიქით ვიტყოდი. ქრისტიანობა განავითარა დევნამ. აი ესე იგი პირველ 3 საუკუნეში რომის იმპერიაში ქრისტიანობა წარმოაჩინა, განავითარა და აღამაღლა დევნამ. და მე სად გაბწყინდა ქრისტიანობა? მე-3 საუკუნის შემდეგ რომის იმპერია უკვე აღარ იყო დევნა ქრისტიანობის და ყველაზე დიდი დევნა ქრისტიანულ ქვეყნებში გაიარა საქართველო და აი მაშინ გაბწყინდა საქართველო ქრისტიანობაში, იმიტომ რომ დევნაში ჩანს შენი აღსარებლობა და ძლიერდება ეკლესია. და პირიქით ქართველი ერი იყო შემწყნარებელი. იუდეველებს არ ებრძოდა და ახლა რატო ქრისტიანებს რატო შეებრძოლებოდა? მე ვფიქრობ, რომ თემები იყო, მაგრამ ეს თემები ესე იგი არ იყო ესეთი აქტიური თემები, რომ ახლა ვთქვათ ქრისტიანები არ იყვნენ აგრესიული, ასე ვთქვათ, სექტა,
ეს შვიდად გადაგებდნენ და ნუ ვინც მიიღო, ვინც არ მიიღო და ესე იგი, რასაკვირველია, ნელა ხდებოდა მე მიღებაც სხვადასხვა, აი როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ჯერ კიდევ ასურელი მამების დროსაც ყველა არ იყო გაქრისტიანებული. მაგრამ ეს ჩემი აზრით იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანობა საქართველოში არსებობდა და სწორედ იმიტომ, რომ არ იყო ის დევნა, რაც შემწყნარებლობის გამო, ჩვენი შემწყნარებლობის გამო ეგრეთ თქვენ ახსენეთ რევმართალმა, ესე იგი რაღაცა ღვთისგან ნიშანი მიიღო და რაღაც გარკვეული აი საშინელი შეწირვა შეწყვიტა, ხომ? ანუ ეს კეთილგანწყობა ქართველ ადამიანში თუ კი იუდეველის მიმართ იყო ეს კეთილგანწყობა, რატო ქრისტიანის მიმართ არ უნდა ყოფილიყო ეს კეთილგანწყობა და თან ჩვენ ვიცით რომ ქართველი საქართველოში მცხოვრები იუდეველები საოცრად ესე იგი აი ქრისტიანული სულის ხალხი იყო ეს ვიათარი ესე ვთქვათ ეს ელიოზის დედა და ესე როგორ დისტანციურად დაინახა ყველაფერი და მიიღო ეს სარწმუნო. ანუ ეს იყო რჩეული იუდეველთა ტომი. ასე რომ აქ არავინ არ ებრძოდა არც იუდეველებს, არც ქრისტიანებს და შესაბამისად ქრისტიანობაც ასე ძალიან სწრაფად არ ვითარდებოდა. და როცა ის დევნა დაიწყო, ანუ ექსპანსია გარედან შემოსული ეს მაზდიანობის ეწოლა, მაშინ უფრო გამოფწკინდა ეს ქრისტიანობა, მაშინ უფრო გამოიკვეთა მისი, ასე ვთქვათ, როლი და მისი წმინდანები. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით, ჩვენი არქეოლოგიურ კვლევას ძალიან დიდი დაფინანსება და მატერიალური ბაზა ჭირდება და როცა ამის საშუალება გვექნება და დარწმუნებული ვარ რომ გვექნება ამის საშუალება ჩვენ ისტორია კიდევ ბევრ რაღაცას გაგვიცხადებს და ის ისტორიული ხელნაწერები მასალები რომელიც საზღვარგარეთულ ცენტრებშია სასულიერო ცენტრებში თუ საერო ცენტრებში ესეც ძალიან ბევრს გაგვიცხადებს და მინდა გითხრათ რომ აი კიდევ ერთი ქალბატონი გვიყვებოდა რომ რომის ესე ვთქვათ, ვატიკანის ბიბლიოთეკებში და არქივებში არის უამრავი მასალა საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით და არ არის ხალხი, ვინც ამას შეისწავლის. სამწუხაროდ არ არის. ასე რომ წინ ისტორიის კვლევის დიდი პერსპექტივა გვაქვს. ისტორიის ინსტიტუტი დარწმუნებული ვარ, ეხლა ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს თუ თავისი თვითყოფადობა არ გააცნობიერა და არ იზრუნა მის დაცვაზე, რომ ძლიერია ის უცხოეთში, სოფლიოში მიმდინარე, ასე ვთქვათ, ახალი იდეოლოგია, რომელიც სწორედ ქრისტიანობას, ეროვნულ ფასეულობებს სულ უფრო და უფრო შორდება და სამწუხაროდ ხშირად უპირისპირდება, თუ ეს ჩვენ არ გავაძლიერებთ და მე მგონი აქეთკენ წავა ჩვენი სახელმწიფო, თანდათან უკვე მომწიფდა ეს იდეა და მე მგონი აი ჩვენ ამ პერიოდში ვართ რომ ეს ისტორიის ინსტიტუტს და საერთოდ ისტორიკოსებს და აი ამ მეცნიერებს მეტი საშუალება მიეცემათ. მე მინდა მოგილოცოთ კიდევ დამდეგი ორი დიდი დღესასწაული, ესე იგი რიგით პირველი ეს გახლავთ ქეთევან წამებულის 400 წელი მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან. ისტორიკოსები ამბობენ, რომ დღეები არ იყო ცნობილი, ეხლა შეთანხმებული ვართ 26-ზე, მაგრამ შეიძლება იყო 24-იც, ანუ დღევანდელი დღე. ანუ დღე შეიძლება დღესაც მოხდა, ანუ 24, 25, 26 ფაქტიურად აი ეს წამების დღეებია. ქეთევანმა არა მარტო ქართული სული გადაარჩინა, იმიტომ რომ მისი დაცემა, მისი ესე ვთქვათ დამონება ეს ქართველი ერის კიდევ უფრო წელში გაწყვეტა, ისედაც დაუძლურებული ზეწოლის ქვეშ, მძიმე ზეწოლის ქვეშ მყოფი ერის კიდევ უფრო მეტი დაცემა იქნებოდა, მან სულიერად გააგძლიერა ქართველი ერი და არა მარტო ქართული ქრისტიანობა. მთელ მსოფლიოს, იმდროინდელ მსოფლიოს, სადაც ქრისტიანობა უკვე კარგავდა ძალას, სამწუხაროდ ვიცით ევროპაში რა ხდებოდა ბოლო საუკუნეებში, აი კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი თანდათან უფრო და უფრო რასაკვირველია მოწყდა დედა ეკლესიას და ეს უკვე მადლა მოკლებული იყო ეს ესე ვთქვათ კონფესიები და შესაბამისად იქ ათეიზმა და აი ამ თუ შეიძლება ითქვას რაციონალიზმა
იმძლავრა, რაც მივიღეთ დღეს, რაც არის დღეს სამწუხაროდ აი ის ქრისტიანული დიდი კულტურის და ისტორიის ქვეყნებში და აი ეს პერიოდი, ასე იგი, სამწუხაროდ ეს მოდის ახლა ჩვენთანაც ეს სოფხედველობა, დაცილება სარწმუნოებისგან, დაცილება აი ამ სულიერებისგან და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა იმიტომ ვართ, რომ ჩვენ ესე იგი სწორედ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ეს არის ჩვენი მისია და მე ვფიქრობ ამას უბრუნდებით პატრიარქის მოღვაწეობაც ამას ნიშნავს მისი მოსვლა ღმერთისგან მოვლინება ეს 57 წელია მისი პატრიარქობის. აი ახლა სულ მალე 47 წელს ვიზეიმებთ 25 დეკემბერს. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი. 25 დეკემბერს 27 ვთქვი? 25 დეკემბერს უკაცრავად. ხო და აი ეს მზადება აშკარაა, ჩვენ აქეთკენ მივდივართ, ამიტომ რა ვიცი, იმედი უნდა გქონდეს, რომ ეს პროცესი უფრო გაძლიერდება და ეს მზადება ეს ამ თარიღის აღსანიშნავად ეს უნდა იყოს დიდი საერთო სახალხო მოძრაობა და აი მე იმედი მაქვს, რომ სამღვდელოება ამის სათავეში უნდა იყოს და არა მარტო სამღვდელოება, მრევლი თქვენ სამღვდელოებასთან ერთად. რა ვიცი, კიდევ ერთხელ მადლობა უფალს, რომ გვაქვს შესაძლებლობა თანდათან დაუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს და თანდათან ისე ვთქვათ განმტკიცდეს ჩვენში ჩვენი დიდი ტრადიციები, აღორძინდეს ეს ტრადიციები. მადლობა დღევანდელი დრისათვის, რომ შედგა ეს შეხვედრა. ყველას მადლობას მოვახსენებთ მამებს, მოძღვრებს, მრევლს, მობრძანებისათვის და განსაკუთრებით ჩვენ ასევე გვესწრებიან ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, ბატონი გეორგის მოადგილე ბატონი ვალერი ვაშაკიძე, აქ ბრძანდება ასევე ისტორიის ინსტიტუტის ესე ვთქვათ ვეტერანი პროფესორი ბატონი ალეკო დაუშვილი და ბატონი ლავრენტი ჯანიაშვილი ბრძანდებიან ბატონ გეორგისთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ისტორიის ინსტიტუტი ყოველთვის იცავდა ჩვენ ეროვნულ ღირებულებებს და ამ მოძრაობაში მათ წამყვანი როლი აკისრიათ და ბოლოს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ გეორგის დღევანდელი ლექციისათვის. დიდი მადლობა მომწონებელს. მაქვს წინადადება, რადგან ლოცვით დავიწყეთ, ლოცვით დავამთავროთ. მამა დავითს ვთხოვთ ღირს არსი ბრძანოს. მე უფევზეცად. ღირს არსი. ვთქვათ ესე დაიჭირეთ, აი და. ღირს არსი ჭეშმარიტად რა დაგადიდეთ შეხვთიშობა. თქვი. ღირს არსი ჭეშმარიტად რათა გადიდევდა ჩემ ღვთისმშობელო, რომელი მარადის თანადრელი იქნება ყოვლად უბიცოდა დედათ ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნა საქერობიმთასა და აღმატებით უზესთა ესა სერაფიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისა სამხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდევდეთ. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა და მარადის და უკუნეთი უკუნისამდე ამინ. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ სახელით და უფლისათა მაღალ ყოვლად უსამდელოსო მეუფეო გვაკურთხენ. ლოცვითა წანისის ველზე მოწყვეტილთა სარწმუნოებისათვის და მამულისათვის სასულიეროთა და საეროთა მათ შორის სამასი არაგველისა ლოცვითა თიშობლის მშობლებისა იოაკიმესი და ანასითა ლოცვითა ქეთევან წამებულისა და ყოველთა წმინდათა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ ამინ ისპოლა ეტი დესპოტა ჩვენს უწმინდეს მისი დამსახურებაა რაც ხდება დღეს საქართველოში ჩვენთან არის ღმერთი მადლობა ჩვენს ტექნიკურ პერსონალს რომელიც ერთგულად ემსახურება ამ ჩანაწერებს არის დისტანციური როგორც გითხარით თქვენ თუ ინფორმაციას გაადევნეთ თვალყურს შეიძლება როცა რუსთავში არ იქნება ჩაერთოთ ან მერე ნახოთ ხო მომავალ 4 შაბათს არა 4 შაბათს უკვე მომავალ 4 შაბათს ეს არის არა 2 რიცხვია 4 შაბათ
მე ვიცი რომ ორი რიცხვი. აბა ნახეთ, შეამოწმეთ. ორი რიცხვი არის 4 შაბათი. აბა, შეამოწმეთ. 4 შაბათია? ნახეთ. არის 4 შაბათი. 6 საათი მისაღები დროა? ხო არ უფრო გვიან ხო არ გერჩევნიათ? მისაღები დროა. 6 საათზე აქ ჩატარდება ლექცია წმინდა ნინოს ცხოვრების დეტალური, ესე ვთქვათ, აი ამ ანალიზი მარტო წმინდა ნინოს ცხოვრებასთან დაკავშირებით, მეცნიერი ქალბატონი ქეთევან გვაზავა, რომელიც ბევრი ალბათ თქვენგან იცნობთ, ესე ვთქვათ, სასულიერო სემინარის და აკადემიის ლექტორი ამ დარბაზში, იმედია რომ გვექნება ხო შესაძლებლობა მამა ამ დარბაზში გვექნება შესაძლებლობა. მადლობა ჩვენს მასპინძელ სასწავლებელს, დიდი მადლობა ხელმძღვანელობას და მესვეურებს. გაიხარეთ მომავალ, ესე იგი 4 შაბათამდე. მე თუ თბილისში ვიქენი აუცილებლად დავესწრები, მაგრამ შეიძლება მომიწიოს ეპარქიაში ყოფნა და ჩავერთვები Zoom-ით. გაიხარეთ. გაიხარეთ, ერთმანეთს